მეგობრებო, მოგესალმებით. ძალიან მიხარია ყველას რო გხედავთ და მივესალმები ჩვენ სტუმრებს. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის რომ გიმასპინძლოთ ჯიპაში. უპირველეს ყოვლისა მინდა გადმოგცეთ ქალბატონი მაკას ძალიან დიდი პატივისცემა. დღეს მაკა არ იმყოფება საქართველოში, ჩვენ რექტორზე არის საუბარი. მაგრამ გულით და სულით ნამდვილად ჩვენთან არის. დღევანდელ შეხვედრას გაუძღვები, მე გახლავართ თენგიზ ფხალაძე, ჯიპას ასოცირებული პროფესორი. ჩვენი ღონისძიება მიმდინარეობს ჯიპა თოქის ფარგლებში, სადაც ჩვენ საუბრობთ აკადემიურ სივრცეში აქტუალურ თემებზე. დღეს მაქვს პატივი, რომ წარმოგიდგინოთ არაჩვეულებრივი თანავარსკვლავედი ქართული დიპლომატიის ესეთი სპიკერები მე არ ვიცი კიდე სადმე თუ არის და ნამდვილად არ მოვერიდები ამის თქმას, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან დღევანდელ დღეს თქვენ გესაუბროთ იმ თემებზე, რომელიც ყველას აწუხებს და სიმართლე გითხრათ, მე ვისურვებდი, რომ მე ხა თქვენ ადგილას ვიყო, სტუდენტი ვიყო და აი ამისთანა ადამიანებს უსმენდე. უპირველეს ყოვლისა დავიწყებ ალექსი პეტრიაშვილით, ბუკა პეტრიაშვილი. თუ სადმე გაიგონებ ესეთ ფრაზას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქ აუცილებლად მისი სახელი არის და არა მარტო იმიტომ რომ ყოფილი მინისტრია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, არამედ იმიტომ რომ ამ ადამიანს უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში და ჩვენი ქვეყნის როგორც ევროპული, ასევე ევროატლანტიკური მიმართულებით იმ მართლაც საამაყო წინ გადადგმული ნაბიჯების და იმ მიღწევებში, რომლებიც ჩვენ გქონდა. და მაგალითისათვის ვიტყვი თუნდაც 2014 წლის ნატოს სამიტი, რომელზედაც საქართველოს არსებითი პაკეტი გადმოესცა, აი ამ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი არის სწორედ ბუკა პეტრიაშვილი და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯიპაში. ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, წარმოგიდგენთ, ბატონ მერაბ, მოგესალმებით. ბატონი გოჩა 93 თუ 94 წლიდან ვიცნობთ, ხო? 93 წლის კი ბატონო, როცა პირველად შევხვდით სახელმწიფოს მეთაურის აპარატში და იქიდან მოყოლებული მაქვს პატივი, რომ უწოდო ჩემი უფროსი მეგობარი და ჩემი კოლეგა, გამორჩეული დიპლომატი, ერთია, როცა შენ პროფესიონალიზმს აღიარებს შენი ქვეყანა. და როცა გიფასებს, ეს ძალიან კარგია. მაგრამ როდესაც შენს ადგილს სამყოფელ ქვეყანაში შენს პროფესიონალიზმზე საუბრობენ, ეს დიპლომატისთვის განსაკუთრებული მიღწევაა და მით უმეტეს თუ ეს ქვეყანა ისეთი დიპლომატიური ტრადიციების მქონე ქვეყანაა, როგორიც არის საფრანგეთი. ბატონი გოჩა გახლავთ, ჩვენი ყოფილი ელჩი საფრანგეთში და ერთ-ერთი საუკეთესო ელჩი, ვინც ყოლია. გიგი გიგიაძე. გიგი არა, ყველაფერს ვიტყვი თავის დროზე. გიგი გიგიაძე ძალიან ბევრი რამე შემიძლია ვთქვა ამ ადამიანზე, მაგრამ პირველი იმას გეტყვით, რომ თქვენ რო დღევანდელ დღეს ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობთ, აი ამ საქმეში ბატონი გიგის ძალიან დიდი დამსახურებაა, ეს გახდათ სწორედ მინისტრის მოადგილე, რომელიც იმ პერიოდში ძალიან სერიოზულ საქმეს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენ ეს მიგვეღო. უკვე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ გიგი და ესპანია იყო, გერმანიაში, მერე ჩვენი ელჩი დანიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რატო ბოლოს ქალბატონი სალომე? იმიტომ რომ ყველაზე საამაყო და ტკბილად სათქმელი შემოვიტოვებ ბოლოსთვის არამხოლოდ იმიტომ რომ გამორჩეული ვარსკვლავია ქართულ დიპლომატიაში, არამხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ელჩი იყო ლიეტუვაში, არამედ იმიტომ რომ ქალბატონი სალომე არის ჯიპელი. ჯიპა დამთავრებული და ჯიპა სიამაყე. ასე რომ კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება აი ამ შესანიშნავ გარემოში განახლებულ კამპუსში. ასევე ჩვენს სტუმრებს მივესალმები ძალიან დიდი პატივისცემით. ბატონ მერაბ, ძალიან მიხარია თქვენი ხილვა, ბატონი მერაბანთაძე, არ მხოლოდ თქვენი პროგრამის არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ჩვენი ელჩი და ასე შემდეგ და ბატონ შალვა, განსაკუთრებით დიდი პატივია მივესალმები გენერალ შალვა ლობიძეს, განსაკუთრებით დიდი პატივია ჩემთვის თქვენი ხილვა და იმედი მაქვს რომ მომავალში სპიკერის ამპლუაში გიხილავთ. აღარ შეგაწყენთ თავს და მოდით დავიწყოთ საუბარი იმაზე, რატომაც შევიკრიბეთ. დღევანდელ დღეს მსოფლიოში ბევრი რამე იცვლება. ეს ყველაფერი თქვენ იცით.
გაინტერესებთ, კითხულობთ ძალიან ბევრ ამას, ზოგი საკურსოებს წერთ, ზოგი სადიპლომოებს წერთ ამ საკითხებზე. იცვლება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, იქნება რაღაც ახალი, ოღონდ ეს ახალი რა არის, ჯერჯერობით არავინ ვიცით. და დღევანდელ დღეს ჩვენ ზუსტად შევეხებით და ვეცდებით, რომ გამოვკვეთოთ ის კონტურები, რა ყალიბდება, როგორც გლობალური, ისევე რეგიონული არქიტექტურის, უსაფრთხოების არქიტექტურის კონტექსტში და რა თქმა უნდა, როგორ გვეხება ეს ყველაფერი ჩვენ. დავიწყებ ბატონი გოჩასგან და ყველა სპიკერს ვთხოვ, რომ ისაუბროს დაახლოებით 5-10 წუთი, როგორც გაგიხარდებათ და მე უფრო ინტერაქციის რეჟიმში გადავალთ და თქვენგან დავიწყებ და ასეთ კითხვას დაგისვავდით, რომ საფრანგეთი ყოველთვის აღიქმებოდა რაღაც სიტუაციური თუ ესეთი ემოციური მოკავშირე რუსეთის. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა იმაზე, რომ აი არ ვაწყენინოთ მახსოვს მაკრონის და პუტინის შეხვედრები მათ შორის უკრაინაში ომის დაწყების დროს და მისი საუბრები, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მათი სენტიმენტები, უნდა ვფიქროთ მათი სახის შენარჩუნებაზე და ასე შემდეგ და დღევანდელი მაკრონი, რომელიც ფაქტიურად ლიდერია ახალი ევროპული კოალიციის, ერთ-ერთი ლიდერი არის მსურველთა კოალიციის, უაღრესად საინტერესო პროცესები მიმდინარეობს საფრანგეთში, საფრანგეთი საუბრობს არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, არამედ საფრანგეთი საუბრობს იმ თემაზე, რაზეც დიდი ხანია გაჩუმებული იყო, ეს არის ბირთვული ქოლგა ევროპისათვის და რეალურად ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ლიდერობას, რომლის მსგავსიც ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხანია არ გვინახია და გთხოვთ, რომ ორიოდე სიტყვა გითხრათ ამაზე. დიდი მადლობა ბატონო თენგო, მოგესალმებით. კოლეგებს მისალმები, ახალგაზრდებს, სტუმრებს, ბატონო მერაბ, დიდი პატივისცემით. ჩემთვის პირველ რიგში ვიტყვი ორი სიტყვით, რაოდენ დიდი პატივია ჩემთვის ეს ამ პრესტიჟულ სკოლაში სტუმრის სტატუსით გიახლოთ და მოგახსენოთ ჩემი აზრი საკითხთან დაკავშირებით. საფრანგეთი მართლაც აღმოჩნდა ფაქტობრივად საერთოდ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების, ანუ გარდამტეხი მოვლენების ეპიცენტრში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ საფრანგეთი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ თითქოს ბუნებრივად ეკისრებოდა ევროპაში ლიდერი ქვეყნის როლი, მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირშიც საფრანგეთი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ინიციატორი ევროკავშირის შექმნის და ლოკომოტივ სახელმწიფოდ მიიჩნევა დღემდე გერმანიასთან ერთად და მას შემდეგ რაც ზოგისთვის მოულოდნელად და ზოგისთვის გარკვეული პროგნოზების საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკვეთრი მოხვევა გადაწყვიტეს პოლიტიკაში და ევროპულ ქვეყნებს გაუჩნდათ ახალი საზრუნავი, კერძოდ კი ის, რომ უნდა იპოვონ იმის საპასუხოდ, რომ ფაქტობრივად დონალდ ტრამპის განცხადებით ევროპამ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ევროპა დაუბრუნდა ამ საკითხს და საფრანგეთმა მინიმუმ ორი ფაქტორის გათვალისწინებით საკუთარ თავზე აიღო დღეს, რომ ერთგვარი ლიდერის პოზიცია დაიკავოს და შეასრულოს ეს როლი. თუმცა უკრაინასთან მიმართებაში ცალკე ვიტყვი და უბრალოდ ბატონ თენგოს ხაზგასმულ ფაქტორს, რომ ვუპასუხოთ მართლაც ისტორიულად საფრანგეთს შეიძლება ითქვას კეთილმეგობრული ურთიერთობა გააჩნია რუსეთთან. ჩვენ იმდენად კეთილგანწყობილი იყო ზოგადად ეს პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, რომ ჩვენ ძალიან გვიჭირდა, რომ ანტირუსული გზავნილები, ანტირუსული არა ზოგადად, არამედ ჩვენთან მიმართებაში, რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში, ჩვენი რეგიონის მიმართ, უკრაინის მიმართ, ფაქტობრივად, აი მაშინ როცა ბერგანსონში ბოლოს შეხვდნენ სამხრეთ საფრანგეთში მაკრონი და პუტინი, მე სპეციალურად ამ შეხვედრის წინ შევხვდი ფრანგ დიპლომატებს, რომ მორიგჯერ შემეხსენებინა, რომ საქართველო ყოფილიყო სასაუბროში
ვით მაშინ სირიის საკითხი იყო ძალიან დომინანტი საკითხი და ვიცოდი რომ სირიაზე, უკრაინაზე იქნებოდა საუბარი და რომ რადარებიდან არ გამქრალიყო საქართველოს და ფაქტობრივად მაშინ ნიშანდობლივი იყო ამ ურთიერთობის ხაზგასასმელად გავიხსენებ რომ ფრანგმა დიპლომატმა რომელიც საკმაოდ მაღალი რანგის დიპლომატი იყო მითხრა რომ ჩვენ ახლა იცით რა ჩვენ ძალიან პატივს ვცემთ საქართველოს თქვენი მიზნები ჩვენთვის სრულად გასაგებია რასაკვირველია მხარს გიჭერთ მაგრამ მინდა იცოდეთო რომ საფრანგეთში უყვართ რუსეთიო და ეხლა ჩვენ გადატვირთვას ვიწყებთ რუსეთთან და იქნებ ცოტა თქვენს გაგვიგოთო ფაქტობრივად გითხრა რომ ხელს ნუ შეგვიშლით ამ დათმობისა და დაახლოების პოლიტიკაშიო. ეს იმის ნიშნად რომ არა მხოლოდ ისტორიულად და მოსახლეობაში არსებობდა გარკვეული სიმპათიები, არამედ პოლიტიკურ establishment-ში, ანუ პოლიტიკურ ხელისუფლებაში იყო განწყობები რუსეთთან კეთილი ურთიერთობების გამტკიცების. ეს აისახებოდა ყველაფერში. დღეს აბსოლუტურ და ასევე ეს იყო ისტორიულად იყო პრორუსული ლობი ყოველთვის საფრანგეთის მთავრობაში, სამინისტროებში და ძალიან რთული იყო ესე ვთქვათ რუსეთის წინააღმდეგ გვეთქმევინებინა რაიმე გზავნილები ან ოფიციალურ გამოსვლებში მიგვეღწია ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან ანგარიშს უწევდნენ რუსეთს და სულ თხილობდნენ რომ არ გაეღიზიანებინათ ისინი. დღეს ფაქტობრივად მათ შორის მაკრონმაც რომელიც ყოველთვის იმით ამართლებდა ასე ვთქვათ არც ისე ხის დამოკიდებულებას თუნდაც უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით რომ ამბობდა რომ დიალოგის რესურსი უნდა შევინარჩუნოთ რუსეთთანო დღეს ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი განცხადებების ავტორი გახლავთ ემანუელ მაკრონი რომელმაც იგრძნო რომ და დღეს ადარებენ კიდეც შარლ დე გოლს რომელიც თავის დროზევე ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და მოგეხსენებათ რომ საფრანგეთში ამერიკის შეერთებული შტატები არ სარგებლობს დიდი პოპულარობით ძალიან დიდია ანტი-ატლანტიკოსებს ეძახიან ამ პოლიტიკურ ჯგუფს და შარლ დე გოლიც იმის მომხრე იყო რომ ევროპას თავადვე მოეძებნა საშუალებები რომ საკუთარი ევროპული არმიაც ქონოდა და თავდაცვის და უსაფრთხოებისთვის მიეხედათ 1954 წელს სხვათა შორის გეგმაც იყო ევროპული თავდაცვისა პლევენის პროექტი იყო ალბათ ისწავლიდით ევროინტეგრაციაში და პარადოქსი იყო რომ ფრანგული წინადადება იყო და საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაშივე ჩავარდა იმიტომ რომ ეშინოდათ მაშინ გერმანიის ხელახლა შეიარაღების ეშინოდათ ზოგადად რომ ეს გამოიწვევდა დაპირისპირება საერთაშორისო პოლიტიკაში და ვეღარ დაეჭირა მხარი ესე ვთქვათ ამ პროექტს. დღეს მაკრონი საერთაშორისო პოლიტიკაში ცდილობს რომ საფრანგეთმა დაიბრუნოს ეს ლიდერის როლი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაში გამოჩნდეს საფრანგეთი როგორც ძალა, რომელსაც შესწევს უნარი იყოს მედიატორიც, შესთავაზოს ინიციატივები გამოსავალი კრიზისებიდან უკრაინასთან მიმართებაში გააგრძელოს კვლავ უკრაინის თანადგომა დახმარება და იმის ფონზე რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად პასუხისმგებლობას იხსნიან ევროპულ უსაფრთხოებაზე დღეს ოფიციალური განცხადებებით მაკრონის განცხადებაც რომ საფრანგეთი მზადა იტვირთოს ეს ბირთვული ქოლგის ფუნქცია რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გაბედავს ანუ აგრესორი გაბედავს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე განიზრახავს თავდასხმას რომ ამით მაკრონს უნდა ასევე ერთგვარად გაემხნევებინა ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები რომ საფრანგეთი დაიცავდა ესეთ შემთხვევაში ნებისმიერ ქვეყანას რომლის მიმართაც დაიგეგმებოდა სამხედრო აგრესია. რამდენი მადლობა გოჩა. ერთი კითხვა აქვე იმ ანტიატლანტიზმი ახსენეთ რაც მართლა ესეთი
თემა არის შეუძლებელი ეს არ შეამჩნიო საფრანგეთში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაკრონი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპთან ვინც დაიწყო ურთიერთობების დალაგება, ასე ვთქვათ. და ეხლაც ჩვენ ვხედავთ, რომ თუ კი ვინმე აი ამ ევროპულ თემებს უწევს ადვოკატირებას, ჩადის და საუბრობს ტრამპთან მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც არის მაკრონი. დიახ, მაკრონის პოლიტიკა არის ესეთი, რომ იმ ფონზე რომ აკეთებს მკვეთრ განცხადებებს, ცდილობს რომ დარჩეს რეალიზმის ფარგლებში, ამავდროულად იტოვებს დიალოგის გზას, მათ შორის პუტინთანაც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არაორჭოფული, არამედ მკვეთრი პოზიცია აქვს საფრანგეთს და გმობს რუსულ აგრესიას, ასევე ამბობს, რომ დიალოგისთვის მზად არის, რომ საფრანგეთს შესაძლებლობა ჰქონდეს, თუნდაც თუ არის სადმე, თუნდაც უმცირესი რესურსი მედიაციისა, რომ საფრანგეთმავე ითავოს ეს მედიაცია და რომ შეეძლოს დაელაპარაკოს თუნდაც რუსეთს. რაც შეეხება ამ მაკრონის ინიციატივებს, მაკრონი გარდა იმისა, რომ ცდილობს, რომ ზოგადად როგორც ხშირად საყვედურობენ, რომ ცდილობს, რომ ლიდერის მანტია მოისხას და თუნდაც ქვეყნის შიგნით მოგეხსენებათ, რომ მისი პოპულარობა საკმაოდ დაეცა ბოლო პერიოდში, რომ მისი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ აი მიეცა საშუალება, რომ ეხლა გაიზარდოს პოპულარობა. თავად ამბობს, რომ პოპულარობა გამოკითხვებში მას არ ანაღვლებს, რომ დღეს არის მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ გაბედული ინიციატივები ავიღოთ, რომ პასუხისგებლობა აიღოს საფრანგეთმა, რომელსაც ისტორიულად ჰქონდა ევროპაში ლიდერი ქვეყნის იმიჯი და რეალურადაც ასე იყო და მაკრონი იტოვებს თავის, ესე ვთქვათ, უფლებას და საშუალებას, რომ დიალოგი აწარმოოს ტრამპთან, რომ თუ არსებობს, იცით, რომ ხვალ განცხადება ელოდებოდა მთელი მსოფლიო, რომ საბაჟო გადასახადებს და აწესებს მათ შორის ფრანგული ღვინისთვის, რაც ფაქტობრივად იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა, როგორც თავად ემანუელ მაკრონი ამბობს, იგი ელოდა, რომ სერიოზულად გართულდებოდა ურთიერთობები და ამიტომაც ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ურთიერთობები გამწვავდება, რომ საფრანგეთიც მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ალტერნატივა მოიძებნოს გონივრული, ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემს ევროპას, რომ გააგრძელოს საკუთარი თავდაცვის უნარიანობის გაზრდა და ასევე იწევს მაკრონი თავისი ინიციატივით 27 მარტს სამიტი შედგა პარიზში და ცდილობენ ყველა ერთად ევროპულ სახელმწიფოებმა ერთად შეთანხმებით მიაღწიონ იმ შეთანხმებებს იმ ახალ ინიციატივებს, რასაც სთავაზობს მაკრონი, რომ რეალურად ფეხზე დადგეს ევროპული უსაფრთხოების მექანიზმი. ლაპარაკებს სკეპტიციზმზე, თუმცა არის სკეპტიციზმი, არის სიფრთხილე იტყვის ალბათ გიგი, რომ გერმანიაშიც მიუხედავად იმისა, რომ გერმანიასთან ცოცხლდება ფრანგულ-გერმანული წყვილის, ეს ტრადიციული წყვილი, რომელიც ცოტა შეფერხებული იყო ბოლო პერიოდში, ფრანგულ-ბრიტანული წყვილი ფაქტობრივად ხელახლა დაიბადა და არასოდეს ყოფილა ესეთი ძლიერი და ესეთი იმედის მომცემი ევროპისათვის, მიუხედავად ბრექსიტისა, დიდი ბრიტანეთი უბრუნდება ევროპის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო ინტერესებს და საკითხს, თუმცა იტალიაში არსებობს გარკვეული სიფრთხილე, მოგეხსენებათ ტრადიციული სკეპტიკური, ევროსკეპტიკური ქვეყნები, უნგრეთი, სლოვაკეთი და ამ შემდეგ, რომლებიც ფიქრობენ, რომ საფრანგეთის ლიდერობა ზოგადად ევროპაში საკმაოდ საფრთხილოა, სადღაც ნაპოლეონის ჩრდილი ეჩვენება ზოგს, რომ მაკრონს ხომ არ აქვს ამის პრეტენზია, რომ ის ფრანგული ჰეგემონია დაბრუნდეს კვლავაც, რომელიც ისტორიულად ახსოვთ ევროპაში და არც ისე სასიამოვნოდ. და
კი, მართლაც საინტერესოა, მით უმეტეს ეს წყვილები, რომელიც ბრძანენ ბრიტანეთთანაც, გერმანიასთანაც და გადავდივართ გერმანიაზე. გიგი, თუ კი რამის წარმოდგენა გაგვიჭირდებოდა იმისა, ერთი რომ გერმანიის კანცლერი ისაუბრებდა ევროპაზე ლისაბონიდან თბილისამდე, მეორე ის რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თუნდაც ყოფილი იტყოდა რომ მარეგულირებელმა თუ მიანიჭა ავტორიზაცია Nord Stream-ს ეს იქნება დიდი შეცდომა და მესამე გერმანია რომელიც ისაუბრებდა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ისაუბრებდა ბირთვულ თემაზე და დაიწყებდა განთავსებას საკუთარი კონტინგენტის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, აგერ ლიეტუვაში 5000-იანი სატანკო ბრიგადა განათავსა, ხო? და მერცის ბოლოს სიტყვები, რომ საკმარისია ლაყბობა და მოქმედების დრო არის, მათ შორის უნგრეთთან მიმართებაშიც ითქვა, რა ხდება გერმანიაში გაგვაკეთებინე. დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას. პროსკოლისა ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხოთ უნივერსიტეტს და ბატონ თენგოს ჩვენი შეკრებისთვის და აქტუალური საკითხების განხილვისთვის. ოჩამ ძალიან კარგად აღწერა რეალობა, რომელიც არის საფრანგეთში. მე მინდა ორი წუთი ჩავეხო რასაკვირველია გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს. ეხლა როცა ჩვენ გვსაუბრობთ, უკვე დასასრულს უახლოვდება საკოალიციო შეთანხმების მიღწევა გერმანიაში ახალი ხელისუფლება დაახლოებით ალბათ 20 აპრილისთვის დაიწყებს მუშაობას, ეს იქნება დაემთხვა, ანუ აღდგომას დაემთხვევა და ჩვენ გვეყოლება სულად ახალი, ასე ვთქვათ, შემადგენლობა, ნაწილობრივ ახალი შემადგენლობა, იქნება ორი კოალიციური პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და სოციალ-დემოკრატიული პარტია. ჩვენ ყავს ახალი კანცლერის კანდიდატი, რომელიც არის ძალიან საინტერესო ფიგურა, საინტერესო პოლიტიკოსი, რომელმაც გამარჯვების დღესვე თქვა შემდეგი ფრაზა, გერმანია დაბრუნდა. ბევრმა სხვადასხვანაირად გაიგო ამ სიტყვების მნიშვნელობა. პირველი აღქმა იყო ის, რომ სად დაბრუნდა, რა რეალობაში დაბრუნდა გერმანია. ის შიშები, რომელზეც ახლა ელაპარაკა გოჩამ ნაპოლეონთან მიმართებით, გაცილებით დიდი არის ჰიტლერთან მიმართებით და აღმოსავლეთ ევროპაში განსაკუთრებით და გერმანიის ეს ბრჭყალებში დაბრუნება სრულიად სხვანაირად აღიქმება ამ ქვეყნების მიერ და დიდი ხნის მანძილზე ეს გააზრებულად თუ გაუაზრებლად ქვეცნობიერად ყოველთვის იყო იმის შიში, რომ გერმანია შესაძლებელია ძალიან ცუდად დაბრუნებულიყო ევროპაში და რაღაც იგივე საფრთხის შემცველი ყოფილიყო ევროპის კონტინენტისთვის, როგორც ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში და 40-იან წლებში. რასაკვირველია, აქ სხვა რაღაცა იგულისხმებოდა, გერმანია დაბრუნდა იმ დისკურსში, რომელიც დაიწყო ევროპაში. გერმანია დაბრუნდა იმ რეალობაში, რომელშიც გერმანია ყოველთვის უნდა ყოფილიყო და რატომღაც ესეთი განსამიშტება, რომ გერმანელები იქნებიან სწორედ ისინი, ვინც რეალურად საქმეს გააკეთებენ. მისასალმებელია განცხადებები, რასაც აკეთებს საფრანგეთი და მისასალმებელია ის ზოგადი განწყობა, რომელიც შეიქმნა, მაგრამ არ უნდა დაგვაწესოს, რომ ყველაზე დიდი დახმარება ამერიკის შემდეგ რასაკვირველია ევროპის ქვეყნებიდან უკრაინას აღმოუჩინა გერმანიამ. გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც დაიწყო ორი ნაღმების მწარმოებელი, ნაღმების უბრალოდ 155 მმ-იანი ჭურვების მწარმოებელი ქარხნშენებლობა უკრაინაში. გუშინ ჩაეშვა პირველი ერთობლივი გერმანულ-უკრაინული დრონი, რომელიც ასევე დაიწყებს უკვე ოპერირებას ამ კონფლიქტში. ანუ გერმანელები არიან, მე მგონი, ის ხალხი, ვინც კონკრეტულად გადადგამს ნაბიჯებს სწორი მიმართულებით და ძალიან მისასალმებელია ჩემი აზრით ეს ყველაფერი. ნიშანდობლივია, რომ ეს არ არის რაღაც პირველი მომენტი, მერცის მიერ გაკეთებული განცხადება. თავის მხრივ ოლაფ შოლცმა 2022 წლის მარტში გააკეთა ეგეთი განცხადება, რომ ჩვენ ვართო ეპოქალური ცვლილების მომსწრენი. ალბათ გაგიგონეთ ეს ტერმინი, ეს არის Zeitenwende ქვია, გერმანულად არის ეპოქალური ცვლილება. რას გულისხმობდა ეს ეპოქალური ცვლილება? იგივე განწყობები ხარ, რადგან ილაპარაკა ბატონმა კოჩამ, არსებობდა ასევე გერმანიაში ძალიან ღრმად ფესვებ გადგმული, ეს იყო რუსეთთან გარკვეული დაახლოების, გარკვეული საერთო ენის გამონახვის მცდელობა. ეს იყო რაღაც ესეთი რწმენა იმისა, რომ შესაძლებელი იყო რუსეთის ჩართვა ევროპულ პროექტში. და თქვენ ალბათ ყველა იცით კარგად, ეს განზრახვა გერმანიას ჰქონდა ასე ვთქვათ, ბოლო 40 წლის მანძილზე, რომ ვაჭრობის მეშვეობით მიეღწია რაღაცა პროგრესისთვის რუსეთთან მიმართებით და ეს პოლიტიკა იყო დიდი ხნის მანძილზე, ასე ვთქვათ, აქტიურად განიხილებოდა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობდა. ეს ყველაფერი დამთავრდა 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთმა პირდაპირ ღიად შეუნიღბავად, შეუფარველად მოახდინა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, ანუ დაესხა უკრაინას თავს სამხედრო გზით და ამით თავიდან ბოლომდე გადააბიჯა
ყველაფერს, რაც აქამდე არსებობდა. გერმანელებმა ძალიან სწორად აღიქვეს ეს ყველაფერი, სწორი შეფასება მისცეს იმ საფრთხეს, რომელიც ევროპაში ჩამოყალიბდა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად დაიწყეს ამაზე რეაგირება. ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ რამდენიმე ფაზა გერმანიის პოლიტიკის დამოკიდებულების თავიდან იყო ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება. გერმანია ცდილობდა რომ რაღაცა ზომიერი ნაბიჯებით დახმარებოდა უკრაინას, თქვენ გახსოვთ ლეოპარდების საკითხი, დიდი ხნის მანძილზე გერმანია არა მხოლოდ თვითონ ვერ ახერხებდა ლეოპარდების გადაცემას, არამედ იმ ქვეყნებს, რომელსაც ჰქონდათ ეს გერმანული შეერაღება, იმათაც კი ასე ვთქვათ, უგრძალავდა, პირდაპირ არ გამოდიოდა მოწოდებით, რომ მათ გადაეცათ ეს ძიმე შეერაღება უკრაინისთვის, მაგრამ ამ პოლიტიკამაც განიცადა გარკვეული ევოლუცია, ხო? თანმიდან იყო ფრთხილი დამოკიდებულება, შემდეგ უფრო მეტად გაიხსნა გერმანული მხარე, მოხდა შეერაღების გადაცემა, მოხდა კონკრეტულად ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნებისაც ამ ფაზის გახსნა. ერთ-ერთი ბოლო მომენტი, რაც იყო დარჩენილი წინა ხელისუფლებისთვის, ეს იყო ეგრეთ წოდებული ფრინავი რაკეტების ტაურუსების თემა. უნიკალური ფრინავი რაკეტები, რომლებიც შეძლებენ მრავალ 1000 კილომეტრზე ზუსტი მიზნების ასე ვთქვათ, მიზნებზე თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე და ამას ერიდებოდა წინა კანცლერი შოლცი. ეხლა ისმის უკვე საუბარი ეხლა ის იმაზე საუბარი, რომ რეალურად ეს ტაურუსების თემაც იქნება უკვე ნებადართული ახალი კოალიციის ფარგლებში, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ რეალურად ამის თამაზე თანხმობა არსებობს. გერმანიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი წერტილი ყოველთვის იყო ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. გერმანია ყოველთვის აწყობდა თავის საკუთარ საგარეო პოლიტიკას ან ტრანსატლანტიკური ბმის მნიშვნელობაზე, აი ამ სიმყარეზე, რომელიც არსებობდა ამერიკელებთან ერთად და მათთვის ეს მდგომარეობა, რომელიც ტრამპის ახალი ადმინისტრაციის შემდეგ შეიქმნა ამ ჭრილში ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს. გერმანიას რეალურად ესმის ძალიან კარგად, რომ მათ მოუწევთ უახლოეს მომავალში ევროპაში რაღაც განსაკუთრებული როლის შესრულება, იმაზე მეტის, ვიდრე აქამდე ვინმეს ჰქონდა წარმოდგენილი, ან ვინმეს მოლოდინი ჰქონდა, რომ ასე იქნებოდა და ეს სიფრთხილე ყოველთვის იქნება ამ გერმანიის საგარეო პოლიტიკაში ჩემი აზრით უახლოეს მომავალში. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ გერმანია მიუხედავად აი ამ სიძლიერისა არის ქვეყანა, რომელიც ერთიანებს ორ ნაწილს. ეს არის დასავლეთ გერმანია, ეს არის აღმოსავლეთ გერმანია. ახალი მიწები, ანუ ფაქტობრივად ეს არის ნაზავი კაპიტალისტური და სოციალისტური ბლოკისა. ჩვენ ამაზე შეიძლება საუბრობთ ხოლმე, ეს არ არის მარტივი შიდა პოლიტიკური განლაგება, რომელიც ცოტა თამამი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ახალ გერმანულ კოალიციას. ამიტომ იქნება ძალიან საინტერესო უახლოეს პერიოდში იმის ნახოთ, როგორ მოახერხებს ეს პიროვნება. მე რაღაც ძალიან იმედიანად ვუყურებ ფრიდრიხ მერცს, ძალიან საინტერესო ფიგურა ჩანს ჩემი აზრით და ვფიქრობ, რომ ის უფრო თამამი იქნება ბევრი მიმართულებით ახალი ასე ვთქვათ, მიდგომების გამონახვის თვალსაზრისით. და კიდევ ერთხელ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ გერმანია არის და რჩება ყველაზე დიდი როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო კონტრიბუტორი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისა და ასე ვთქვათ, ლაპარაკის საქმე, ლაპარაკის ნაცვლად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის გერმანია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გეთანხმებით და ნამდვილად ესეა, რომ გერმანული მანქანა ძნელად იქოქება, მაგრამ თუ დაიქოქება, მერე უკვე მისი შეჩერება ძალიან რთულია, მაგრამ გერმანიასთან ერთად მე არ შემიძლია, რომ როგორც დანიაში ყოფილ ელჩს არ გკითხო გრენლანდიას. ხო, გრენლანდიის ძალიან მადლობა, დიდი მადლობა მკითხვისთვის. გრენლანდია ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს საერთაშორისო სისტემისთვის დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის ღიად გაცხადებული პოზიცია ტრამპის ახალი ადმინისტრაციისა, რომ ისინი აპირებენ რაღაცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გრენლანდიასთან მიმართებით. თქვენ არ ვიცი რამდენად ინფორმალური ბრძანდებით, მაგრამ ამერიკას რეალურად აქვს გრენლანდიაში ძალიან დიდი სამხედრო ბაზა, ეს არის უკიდურეს ჩრდილოეთში, ტულეში. ეს სამხედრო ბაზა მათ აქვს 1944 წლიდან, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ არა ოკუპირებული დანიის ელჩი დათანხმდა ამ ბაზის განლაგებას ამერიკის იმ დროინდელ ადმინისტრაციას და შესაძლებლობა მისა, რომ რაოდენობა ჯარისკაცების გაეზარდათ მათ გრენლანდიაში არსებობდა მუდმივად, ანუ მოლაპარაკებების გზით ამის გაკეთება ამერიკას ყოველთვის შეეძლო. ეხლა ეს ღიად გაცხადებული პოლიტიკა, რომ გრენლანდია რაღაც მომენტში უნდა მოხდეს მივიერთოთ გრენლანდიასთან მიმართებით დანია არის დამნაშავე და შემდეგი ნაბიჯები, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ურთიერთობებს, ვფიქრობ, რომ პრობლემატურია, მინიმუმ პრობლემატურია. დანია არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ყველაზე ერთგული პარტნიორი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, დანიელები ქართველებზე არანაკლებად იყვნენ წარმოდგენილი ყველა მისიაში,
ყველა ნატოს მისიაში ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს მათ ასევე პირადი პერსონალის პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით და ყოველთვის ედგნენ ალიანს გვერდით. ეხლა დანეს ესეთი დამოკიდებულება ჩემთვის არის ძალიან არასწორი, მაგრამ ფიქრობ რომ მოხერხდება შეჯერება უბრალოდ კონტინენტის გაზდაზე. ჩემი აზრით, ანუ ყველაზე კარგ სცენარს განვიხილავ, რაც შეიძლება მოხდეს დანიელებთან შეთანხმებით, ალბათ ამერიკელები შეიძლება რომ გაზარდონ კონტინენტი ჩრდილოეთ გრენლანდიაში, იმდენი რაოდენობით რაც მათ მიაჩნიათ მიზანშეწონილ, თუმცა არ მოხდეს ამის რეალურად მიერთება. ნუ ეხლა ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკამ თუ რაღაცა ფორმით მოახდინა იქ ჯარების შეყვანა და ამის დამტკიცება ბჭყალებში ვამბობ ამერიკასთან რაც ასოცირებულ ტერიტორიად საერთოდ დაანგრევს საერთაშორისო ურთიერთობებს და გახსნის პანდორას ისეთ ხუთს, რომელსაც ალბათ მრავალი წლის მანძილზე ვერავინ ვეღარ დახურავს. ამიტომ ფიქრობ, რომ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს ამერიკაში და არ მოხდება ამ ნაბიჯის გადადგმა, რაც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და დანია ამერიკის ურთიერთობებს. კი ბატონო, ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგებათ ყველა, იმიტომ რომ გეთანხმები ესეთი პრეცედენტი თუ მოხდა, მართლაც პანდორას ყუთი იქნება და ცოტა ხნით ევროპას თავი უნდა დავანებოთ და ანგლოსაქსებისკენ გადავერთოთ და როგორც ატლანტიკოს ბუკას მინდა ვკითხო, რამდენიმე თემა არის. ცხადია ეხლა რა ხდება ამერიკაში და ტრამპის პოლიტიკის შეფასებას ვერ გთხოვ, იმიტომ რომ ერთი დღე ნამდვილად არ გვეყოფა ამაზე სალაპარაკოთ, მაგრამ ზოგადად არაერთხელ გვისაუბრია ამაზედაც, რომ ტრამპის პირველი პრეზიდენტობაც გამირჩეოდა ამ რთული რაღაცეებით საბოლოო ჯამში ერთია განცხადებები, რომელიც კეთდება, მაგრამ რაღაცეები მერე იცვლება ხოლმე. ევროპასთან მიმართებაში დღეს ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ სირთულეებს, თუნდაც იგივე გრენლანდიის თემა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ეს სირთულეები საუბარი იმაზე, რომ აღარ დაგიცავთ, ვინც არ გადაიხდით. იმავდროულად ხედავთ, რომ ამერიკელები საკმაოდ აქტიურები არიან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში. და იქითკენ იმ ქვეყნების დაცვაზე სხვა დამოკიდებულება აქვთ. მეორე თემა არის ბრიტანეთთან ურთიერთობები, ზოგადად ბრიტანეთის როლი ევროპულ უსაფრთხოებაში და ეს ბრიტანულ-ამერიკული ურთიერთობები. და ამაზე მინდა რომ გითხრა ზოგადად და ზოგადად რა ხდება ნატოში. მადლობა თენგო, მოგესალმებით ყველას. დიდი პატივია, მოხარული ვარ ჯიპაში, რომელიც შესაძლებლობა მეძლევა, ძალიან მიყვარს ეს ინსტიტუტი, ძალიან ბევრი საპატივცემულო და ძვირფასი ადამიანი არის კურსდამთავრებულიც და არის ლექტორიც და ხელმძღვანელ რგოლშიც. ყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მიხარია, ძალიან კარგია ასეთი ჯიპა თოქს, ძალიან კარგი ინიციატივა და აზრია, იმიტომ რომ სადღაც თუ არ უსმენენ დიპლომატებს, აქ მაინც შეიძლება რომ რეალურად აზრები გავცვალოთ, ვიმსჯელოთ და დისკუსია გქონდეს იმაზე თუ რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება ნატოში და რა ხდება საერთოდ ჩვენს თავს და ჩვენი ასე ვთქვათ დედამიწის ეროვნ. ნატო იყო, არის და იქნება ყველაზე წარმატებული სამხედრო პოლიტიკური ალიანსი. ნატო ჩემთვის უალტერნატივოა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ყოველთვის ვიტყვი ამას, რომ საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე კარგი და ყველაზე ძლიერი გარანტია არის ნატოს წევრობა. ამერიკის შეერთებული შტატები არსად არ წავა ნატოდან, დონალდ ტრამპმაც კი განაცხადა ამის შესახებ პირდაპირ. დონალდ ტრამპის ტრანზაქციონისტული პოლიტიკა ნატოს შიგნითაც გავრცელდა. მინდა გითხრათ, რომ სულაც არ იყო ეს ცუდი არც პირველ თერმში და არც მეორეში და ქვეყნები ფიქრობენ რეალურად, რომ როგორ გაზარდონ ხარჯები თავისი თავდაცვისთვის და უსაფრთხოებისთვის. თუმცა რატომ ვამბობ, რომ ნატო ყველაზე კარგი უსაფრთხოების გარანტიაა, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში მისი ყველაზე ახლო მოკავშირეების, მეზობლების
მეგობრების მიმართ დამოკიდებულება, რიტორიკა მოდით ესე ვთქვა და ქმედებებიც, გადაწყვეტილებებიც მალე შეიძლება საკმაოდ დიდი ჯაყის გამომწვევი იყოს სოფლიოშიც, ვაჭრობაშიც და გლობალური სტაბილურობის კუთხით. კანადასთან ურთიერთობას თუ ავიღებთ, ძალიან უნდა მოინდომო, რომ კანადას აწყენინო რეალურად და გამოიყვანო წყობიდან, რომ კანადელების ერთიანობის უხდით საოცრად აიწია და სხვათა შორის ლიბერალური პარტია, რომელიც ბევრად ჩამორჩებოდა კონსერვატიულ პარტიას, ეხლა შეიძლება გამარჯვებულიც გამოვიდეს მომავალ არჩევნებში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ძალიან მნიშვნელოვან და კარგ როლს თამაშობს იგივე უკრაინის კონტექსტში და ძალიან კარგია ბრიტანელების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. აგერ ცოტა ხნის წინაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვინც კი თანამშრომლობს რუსეთთან და ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში, ანუ უნდა დარეგისტრირდეს და გამოაცხადოს ამის შესახებ. ეგეთი ვერსიის ფარა მე უფრო მაწყობდა სიმართლე რო გითხრათ და ან მიიღებს სასჯელს. დიდი ბრიტანეთის შუამავლობა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, კონტინენტურ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მისი ხიდის ფუნქცია შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. უკრაინის კონტექსტში ჩვენ ნახეთ, რომ როდესაც ძალიან მძიმე რბილად რომ თქვა საუბარი შედგა თეთრ სახლში, მას მერე პირდაპირ ჩაერთო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და მისი გარემოცვა, რათა ეს ურთიერთობები გაემთელებინათ და აღედგინათ. ნატოს წევრი ქვეყნების როლი, გერმანიაზე ისაუბრა, გიგიმ საფრანგეთზე ისაუბრა, გოჩამ ორივემ წინვალეთ ასახეს შესავალი ნაწილი, ესე ვთქვათ, არსებული იქ მდგომარეობის და მე ვფიქრობ, რომ როგორც გერმანია, ისე საფრანგეთი ძალიან სერიოზულ როლს ითამაშებენ, თუმცა ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემის ევროპული კავშირის მიმართ და სადაც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ვიქნებით, ნატოს ალტერნატივა ვერ შეიქმნება, დუბლირებაც არ მოხდება და მე მგონია, რომ რაღაცა ეტაპის შემდეგ ნატოში დაზიანებული, მაგრამ ეს ურთიერთობები გამთელებისკენ და აღდგენისკენ წავა და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ნატო მთელი ამ სიტუაციიდან. ერთი არასწორი თეზა რაც აქვს დონალდ ტრამპს რომ და მის ადმინისტრაციას, რომ უკრაინის ნატოში წევრობის გამო, გაწევრიანების გამო დაიწყო ომი, ძალიან სამწუხაროა ეს, მაგრამ ეს არ იყოს სიმართლე, არც 2008-ში და არც 2022 წელს იგივე ემანუელ მაკრონი, იგივე კანცლერი შოლცი ჩავიდნენ და რა ვიცი, ლამის ბიბლიაზე დაიფიცეს საჯაროდ შოლცმა ასეთი სიტყვებიც კი უთხრა ვლადიმერ პუტინს, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდშიო და მე მიხვდა, რომ ამასთან უკაშეისთან ქონდა საქმე და ყოველ შემთხვევაში ჩემი მმართველობის პერიოდშიო უკრაინა არ გაწევრიანდება ნატოშიო, ახლოსაც არ იყო რეალობასთან, რომ აი მართლა სადღაცა დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტილებას იღებდნენ და ნატოში გაწევრიანებაზე და აი ამის პრევენცია გააკეთა და უფრო მეტიც ის შეიარაღებაც რაც მიიღო უკრაინამ იგივე გერმანიისგან, იგივე საფრანგეთისგან ვერც კი დაესიზმრებოდა უკრაინას მშვიდობიან ვითარებაში. შეიძლება არ ჯობდა რომ არც ქონოდა, მაგრამ და ომი არ ყოფილიყო, მაგრამ გარდაუვალი იყო ეს და ახლა დღეს უკრაინა არის ყველაზე ძლიერი და ყველაზე ღირებული წევრი, რომელმაც გამოიარა და აგრძელებს ბრძოლას უზარმაზარი აგრესორის წინააღმდეგ, იბრძვის მეოთხე წელიწადია და აი ამ ხელაზე ჭყალებში სახელმწიფო რაღაც პოკროვსკის მისადგომებთან აკლავს, ახოცავს თავის ამ რუსულ გენოფონდს და მაინც ვერ მიდის რაღაცა. ეხლა აქვს ბოლო 9 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და ბოლოს
როგორ შეიძლება ნატოზე ვილაპარაკო და არაფერი თქვა თურქეთზე. თურქეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო გაიზარდა ეხლა ამ ვითარებაში, შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, სირია, იქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში თამაშობს მნიშვნელოვან როლს და რა თქმა უნდა შავ ზღვაზე ერდოღანი ძალიან ძლიერი მოთამაშეა, უნდა ვაღიაროთ ეს მისი მეთოდები შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით ვის როგორ მოწონს ეს მეორე ამბავია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ევროპული კავშირიც და დიდ იმედებს ამყარებს თურქეთის ესე ვთქვათ ჩართულობაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ერდოღანი არის ყველაზე გამოკვეთილად აფიქსირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხარდაჭერას, უკრაინის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში და ყირიმს განსაკუთრებულად უსვამს ის ხაზს, რომ ყირიმი განუყოფელი ნაწილი არის უკრაინის. ბევრი ევროპელი ლიდერისგან ვერ მოვისმენთ ასე მკაფიოდ ამ განცხადებებს, ამიტომ შავ ზღვაზე თურქეთი აუცილებლად ითამაშებს შავი ზღვით რო შემოვიფარგლოთ და ისედაც ითამაშებს აუცილებლად როლს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატოში თუ ვინმე სყავს ბრძოლის უნარიანი და ბრძოლაში გამოცდილი არმია, სხვადასხვა კალიბრის შეიძლება სხვადასხვა მასშტაბების ომებში, მაგრამ თურქეთს ყველაზე მეტი აქვს ნატოს წევრი ქვეყნებიდან ნაბრძოლი, ამიტომ მისი როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და რა თქმა უნდა ნატო აქაურობას მაგის გარეშე არაფერი არ იქნება. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა. გეთანხმები აბსოლუტურად და ძალიან საყურადღებოა, რომ თურქეთის როლზე საუბრობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც, საუბრობენ ევროკავშირის ლიდერებიც. ერთი კითხვა მაქვს დამატებით როდესაც ამერიკის როლზე საუბრობთ. სულ რამდენიმე დღის წინ პენტაგონმა წარადგინა ანგარიში თეთრ სახლთან, სადაც მთავარ საფრთხეთ არის დასახელებული ჩინეთი. შეგვიძლია ასეთი რამ ვივარაუდოთ, რომ ამერიკის როლის შემცირება ნატოში ეს არის შემცირება და არა გამოსვლა, იმიტომ რომ რესურსები გამოუთავისუფლდეს სხვა საფრთხეებთან გასამკლავებლად, რომელიც ცდება ევროატლანტიკურ სივრცეს. ასეა? იმ სივრცეშიც კი, რომელიც გადის არის ევროატლანტიკური, ესე ვთქვათ, საზღვრების მიღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აუცილებლად დაჭირდება მოკავშირეები და კოალიცია, ამიტომ ცოტა გაუგებარია ასეთი მეგობრების და მოკავშირეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. სამხედროების შეფასება მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ ერთდროულად შუა აღმოსავლეთში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ანუ ტაივანის მიმართულებით და ევროპაში სამ ესე ვთქვათ ცხელწეთილში ამერიკის შეერთებული შტატები ვერ შეძლებს დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ამ რაღაცა აქტიური მოქმედებების წარმოებას, მაგრამ ბუნებრივია, მას ჭირდება ყოველთვის თავისი მოკავშირეები. იმ დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩინეთი არსებული სიტუაციით და არსებული ვითარებით მაინც არ ისარგებლებს, ჩინეთი ყოველთვის უფრო ფრთხილად უყურებს, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტი სიმძლავრეებით აშინებს ტაივანს, სულ უფრო ახლოს მის საზღვრებთან და ტერიტორიულ წყლებთან ატარებს სულ უფრო მეტად მასშტაბურ ოპერაციებს. ამ დროს ირანის მიმართულებით იზრდება საფრთხე და ესკალაცია რეალურად ძალიან სერიოზულ ტემპებს კრებს და მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად არ გავა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან, გადამეტებულია ოდნავ არა მაგრად, მაგრამ მისი მოთხოვნა 5%-იანი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდის
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ჯერ არც კი მოსულა ფრიდრიხ მერცი მთავრობაში და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება დაახლოებით 1 ტრილიონ ევრომდე ინფრასტრუქტურაზე და სამხედრო გაძლიერებაზე დასახარჯად ევროპულ კავშირს ასევე აქვს 800 მილიარდიანი გეგმა ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც კი ძალიან სწორია რომ გაიზარდოს ევროპელების ხარჯები თავდაცვაზე, იმიტომ რომ ევროპელებმა უნდა მართლაც სიტყვით და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ მართლაც საქმით გაცნობიერონ, რომ ეს სადღაც სამეზობლოში კი არ არის, სადღაც მათ ფარგლებს გარეთ კი არ არის. განცხადებები კარგი გვსმენია, მე ყველაზე მეტად მაინც მაღიზიანებ და ყოველთვის რომ იმ დავეხმარებით იმდენს, რამდენის დაჭირდება. რამდენიც საჭიროა და არა ისე როგორც ბალტიის ქვეყნები ამბობდნენ, როგორც პოლონეთი ამბობდა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და რუსეთი დამარცხდეს. აი ეს ფსიქოლოგიური ცვლილებაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონია, რომ არ უნდა იყოს რუსეთი კარგ ხასიათზე, იმის გამო, რომ საფრანგეთი იღებს ასეთ მნიშვნელოვან ფუნქციას და როლს და გერმანია ასე ძლიერად შემოდის საკუთარი თავდაცუნარიანობის გამტკიცებით, ასეთ ხუმრობაც იყო, რომ მაინც და მაინც გინდოდათ გერმანიის გაღვიძება და ეხლა ელოდეთ ტანკებს მოსკოვის კედლებთან მიმდგარს. კი ბატონო, დიდი მადლობა. ერთი ხუმრობაც გამახსენდა, რომ რას ვიფიქრებდი, რომ გერმანული ტანკების დანახვა უკრაინაში ოდესმე გამახარებოდა. კი ბატონო. გადავედით, დაუბრუნდეთ ევროპას და გადავიდეთ იმ სახელმწიფოებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რა არის რუსული საფრთხე და ფრონტის პირას არიან. აქედან გამომდინარე არის მათი აქტივობაც, მათი სხვა დამოკიდებულებაც საფრთხისადმი და საფრთხის შეფასება ბალტიის სახელმწიფოებში მართლაც განსხვავებულია. ბალტიის ზღვა მთლიანად გადაიქცა ახლა უკვე ნატოს ზღვად, ხო? რუსეთი ძალიან ბევრს საუბრობდა იმაზე, რომ არ დაუშვებს ნატოს ინფრასტრუქტურის გაფართოებას და ყველაზე დიდი გაფართოება მიიღო. იმ ფონზე, როცა ეს ნატოში ეს დინებები არის და ასე ვთქვათ, ძველ ევროპასთან ამერიკის ურთიერთობების საუკეთესო პერიოდში არ არის, ჩვენ ვხედავთ, რომ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებთან სხვანაირად ლაგდება ეს ურთიერთობები. ცოტა ხნის წინ ფინეთის პრეზიდენტი და დონალდ ტრამპი გოლფს თამაშობდნენ, სადაც ორივემ გააკეთა ეს განცხადება პრესისთვის, გაასაჯაროვა, რომ ტრამპმა კითხა სტუპს, რომ ვენდო თუ არა პუტინს, ნუ გასაგებია, რომ მისი პასუხი იყო, რომ არ უნდა ენდო, მაგრამ ასეთი რაღაცები არ საჯაროვდება, ხო? იმავდროულად ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის და პრეზიდენტის მადლობას უხდიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმისათვის, რომ აძლიერებს ზრუნვას ბალტიის სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე და აქედან გამომდინარე მინდა ზუსტად კითხო. პირველი, რომ რამდენად ძლიერია ის აღქმა, რომ ეს რეგიონი შეიძლება გახდეს სამიზნე რუსული აგრესიის, იმ შემთხვევაში თუ მათ ოდნავ მაინც მიეცათ ამოსუნთქვის შესაძლებლობა. და მეორე, ჩვენთვის ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ბალტიის ქვეყნების გამოცდილება, იმიტომ რომ ეს არის პატარა ქვეყნები, მცირე რესურსების მქონე ქვეყნები, გასაგებია, რომ არიან ნატოს და ევროკავშირის წევრები, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ აი ეროვნულ მედეგობას, მით უმეტეს ისეთ რთულ რეგიონში, მხედველობაში მაგ ეთნიკურად რთულ რეგიონში, როგორც ბალტიის ქვეყნებია და მოკლედ ქალბატონო სალომე, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით და მერე უკვე ცალკე თემა იქნება საქართველოს თემა. დიდი მადლობა თენგო, დიდი მადლობა მოწვევისთვის და იმ კეთილი სიტყვებისთვის, რაც არ დაიშურე ჩემსა და ჩვენს მიმართ და ამიტომ ვფიქრობ, არც გვაქვს არანაირი უფლება, რომ ეს დისკუსია არ იყოს საინტერესო ჩვენი სტუმრებისთვის, სტუდენტებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ყოფილ კოლეგებთან ერთად ვარ, უფროსთან ასევე კოლეგებთან ერთად ვარ დღეს აქ და
მაგრამ განსაკუთრებით მიხარია ჯიპაში რო ვარ და სტუდენტებს რო ხვდები, იმიტომ როგორც აღნიშნე, მეც ჯიპა დავთავრე და არა მარტო ის მარტო კარგი მოგონებები არ მაკავშირებს ჯიპასთან, ისიც მახსოვს ძალიან კარგად, რომ ჯიპამ რეალურად გამიკვალა გზა და კარიერულ ჩემს წინსვლაში ძალიან დიდი როლი ითამაშა და რა თქმა უნდა ეს მე არასდროს არ დამავიწყდება. სანამ ბალტიაზე და ლიეტუვაზე განსაკუთრებით გადავალ, აუცილებლად მინდა გავიხსენო ევროკავშირის მიდგომა 2021 წლის დეკემბერში. ანუ ეს არის რეალურად რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის წარმოებამდე 2 თვით ადრე. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მინდა ძალიან კარგად გავიხსენო, იმიტომ რომ მე მახსოვს კარგად, რომ აი იმ პერიოდში ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ პირადად მეც უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად ასოცირებული ტრიოს ფარგლებში რეალურად მუშაობდით იმაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში ჩადებულიყო 2 წინადადება მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ერთი წინადადება ეს იყო ის კი არა რომ რაღაცნაირად ჩაწერილიყო სამიტის დეკლარაციაში რომ ჩვენთვის მოენიჭებინათ ევროპული პერსპექტივა. ამაზე არ იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე რომ რაღაცნაირად გაკეთებულიყო მინიშნება იმაზე რომ ოდესმე რომელიმე საუკუნეში ჩვენ მოგვანიჭებდნენ ევროპულ პერსპექტივას. ეს ერთი და მეორე წინადადება, ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება, ჩვენ გვინდოდა ჩვენ სამს მუშაობდით იმაზე, რომ ჩაწერილიყო რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული უსაფრთხოებას ექნება და აქვს გავლენა ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებაზე. ვერ მოვახერხებთ ამ წინადადების ჩადება. ევროკავშირი იყო წინააღმდეგი. ანუ ჩვენ ვხედავთ რამხელა სხვაობა და რამხელა ტექტონიკური ძვრები მოხდა მას შემდეგ რაც დაიწყო ომი, მიუხედავად იმისა რომ მანამდე იყო 2008 წლის ომი, მიუხედავად იმისა რომ ქონდა ყირიმი 2014 წლის, მაგრამ მე ვფიქრობ აი ახლა ევროკავშირი მიხვდა აბსოლუტურად აი მასშტაბი გაიაზრა ძალიან კარგად და ასევე მიხვდა იმას რომ ძალიან მიუახლოვდა ეს ომი ევროკავშირს და იძულებული იყო რომ სხვა მიდგომები შეემუშავებინა და ასევე გავიხსენებ ბატონო გოჩა რომ პირველი პრეზიდენტობის დროს ბატონმა მაკრონმა ასევე შესთავაზა ევროკავშირს, რომ გაეძლიერებია ევროკავშირს თავდაცვითი ძალები. მაშინ მუშაობდით ძალიან ინტენსიურად საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ საინფორმაციო ბარათებზე და დავსდევდით ამ თემას და გვაინტერესებდა როგორ წარიმართებოდა ეს განვითარება, მაგრამ რა თქმა უნდა ვერანაირი განვითარება ვერ ჰპოვა და ეხლა ნამდვილად უფრო მეტის იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად ევროკავშირის მოახერხებს თავის სიტყვის თქმას, მიუხედავად იმისა რომ ნატოს ვერ ჩაანაცვლებს აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ რაღაცნაირად აი ამას მოახერხებს. ეხლა რაც შეეხება ბალტებს და რაც შეეხება ლიეტუვას განსაკუთრებით, ეს განსაკუთრებული რეგიონი არის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი მართლა რასაც ქვია, არის საინტერესო ისტორიის მატარებელი ქვეყნები და ლიეტუვაზე ვიტყვი რომ საქართველოს მსგავსად მოგეხსენებათ იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა, პირველი ქვეყანა რომელმაც აღიარა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და იმის მერე იმ დღიდან როდესაც მან გამოაცხადა დამოუკიდებლობა იმ დღიდან მოყოლებული მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ გამხდარიყო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. მისთვის და მის შეგნებაში რუსეთი ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს, ყველაზე დიდ საფრთხეს. დისკუსიების არ მიმდინარეობს და არც მიმდინარეობდა საზოგადოებაში და სხვადასხვა წრეებში იმაზე თუ არის თუ არ არის. იქნებ არ ჯობს, იქნებ ჯობს რომ სხვანაირად ვიმუშაოთ რუსეთთან, აი როგორც გიგანტები ასე ვთქვათ, საფრანგეთი და გერმანია, ხო? მათ ჰქონდათ ამერიკაც მათ შორის, მათ ჰქონდათ გარკვეული ეკონომიკური კავშირები, რაღაც სენტიმენტები, არა მხოლოდ ეკონომიკური, კულტურული, ხო, სენტიმენტები. ლიეტუვას და არც ერთ ბალტიურ ქვეყანას ლიეტუვას ყველაზე მეტად არასდროს არ ქონია ეს სენტიმენტები. პირიქით, რაც მას ახსოვს რუსეთიდან, ეს არის ჩაგვრა, ოკუპაცია და ჩვენგან განსხვავებით, ესეც საინტერესო დეტალია. ის ოკუპირებული იყო ერთი თაობით ნაკლები, ანუ 44 წლიდან და ჩვენთან ერთი თაობით მეტი. რამაც ძალიან დიდი გავლენა ითამაშა და თამაშობს დღესაც, იმიტომ რომ მან მოახერხა 1921 წლიდან 40 წლამდე და მერე 44 წლიდან მან მოახერხა რომ ერთი თაობა გაზრდილიყო თავისუფალ ლიეტუვაში და ქონოდა ეს მეხსიერება რაღაცნაირად ეს დამოუკიდებელი ლიეტუვას. ეხლა დღეს რო დაუბრუნდეთ ლიეტუვას, რა მდგომარეობა? მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ის არ არის გიგანტი, ჩვენზე 2.800.000 ადამიანი ცხოვრობს სულ ლიეტუვაში, რა თქმა უნდა, მას არ აქვს ის შესაძლებლობები, რაც აქვს დიდ ქვეყნებს, თუმცა არ უნდა
მისი როლი არ უნდა ჩაიკარგოს. აი მაგალითად მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში და მისი დახმარების მიმართებაში. შეიძლება რაოდენობრივად ეს არ იყოს იმაზე მეტი, რაც გერმანიამ გაიღო, მაგრამ per capita რო გადავთვალოთ, შეიძლება ბევრად მეტიც იყოს. ერთ-ერთი მოწინავე არის ლიეტუვა ამ კონტექსტში და ასევე არ უნდა დავივიწყოთ მისი როლი იმაში, როგორ ლობირებდა ის დახმარებას უკრაინისათვის, მათ შორის გერმანიასთან, მათ შორის საფრანგეთთან და მან დიდი როლი ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგი ევროკავშირის და ნატოს ქვეყანა თითქოს უფრო მეტი ეთქმის, პატარა ქვეყნებსაც აქვთ ამის შესაძლებლობა. ეხლა რაც შეეხება მათ უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ძალიან მოწყვლად რეგიონში არის ლიეტუვა, ბალტია ზოგადად ძალიან მოწყვლადია, იმიტომ რომ ერთადერთი დასაკავშირებელი, ესე იგი, კონტინენტურ ევროპასთან არის სუალის კორიდორი, იცით ალბათ რა თქმა უნდა სუალის კორიდორის შესახებ, რომელიც მათ აკავშირებს პოლონეთთან და ეს ძალიან მოწყვლადი რაიონია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ მოხდა მისი დაკავება, რეალურად წყდება სახმელეთო გზით ბალტია სამივე რესპუბლიკა წყდება კონტინენტურ ევროპას. აქეთ მხარეს გვაქვს კალინინგრადი, რომელიც რა თქმა უნდა, ვიცით რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია და ეს წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეებს მისთვის, ასევე ბელარუსი წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეებს და რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდნენ ნატოში, მე მგონია ამ ორ დედაქალაქში არ უზეიმიეთ ისე, როგორც იზეიმეს ვილნიუსში, რიგაში და ტალინში, იმიტომ რომ ის ზღვა, რაც იყო ბალტიის ზღვა, მოწყვლადი ზღვა, დღეს გახდა და მას უძახიან დღეს ნატოს ტბას. შესაბამისად, რაღაცნაირად ამ კუთხით უფრო დაცულად გრძნობენ თავს. ეხლა რაც ბუკა მახსენა, საინტერესო თემატიკა 5% თითქმის შეუძლებელი არის, რომ 5% GDP-ს წავიდეს თავდაცვაზე. აი ლიეტუვა ამ გზაზე დგას, დღეს აქვს სადღაც 4.5%, რომელსაც ის გაიღებს GDP-ს მუშიფოს თავდაცვაზე და გეგმავს მომავალ წლისთვის ეს თანხა ადის 5%-მდე. ესეც ეხმარება ნამდვილად. ეს უნდა მეკითხა, სხვათა შორის ერთი არის ის აღქმები, რაც შიგნით არის და მეორე არის ის, რომ დღევანდელ კომისიაში ჩვენ გაძლიერებული შემადგენლობა მივიღეთ ბალტიის ქვეყნების და ამაზედაც მინდა რო გითხრა ორი სიტყვა. კი, ნამდვილად კუბილიუსი ეს ძალიან სერიოზული ფიგურა არის, ძალიან პატივცემული კაცი არის, ასე ვთქვათ, ევროკავშირში და ძალიან მნიშვნელოვან თავმდეობას იკავებს. მეორე, კაია კალასი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პოზიციები აქვს მას და ჩვენ სულ გვიხარია ყოველთვის, როდესაც იმიტომ რომ გამოდის ძალიან ესეთი მკაფიო პოზიციებით, განცხადებებით, თუმცა უფრო მეტი გვინდა მისგან, მაგრამ ყველა ესე არ ხედავს. ამას ჩვენ ხედავ და ძალიან გვიხარია, მაგრამ მაგალითად სამხრეთული ქვეყნები, მათ აქვთ გარკვეული წუხილები იმასთან დაკავშირებით, რა გონია კაია კალას. გონია მას, რომ ისევ ესტონეთის პრემიერ-მინისტრია? თუ რა გონია, ის არის ევროკავშირის უმაღლესი კომისარი და ის ახმოვანებს 27 წევრის პოზიციას და არა კონკრეტულად ბალტიის. ანუ ამიტომ ეს ვთქვათ ისე არ არის საქმე, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს სამწუხაროდ. და ასევე შევეხები გერმანიის ბრიგადას, ანუ წლების განმავლობაში ლიეტუვა მუშაობს იმაზე, რომ გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, ეხლა თვითონ კი იღებს ამხელა ხარჯებს თავდაცვის უნარიანობაზე და გაზდაზე, მაგრამ ეს არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი იმისთვის, რომ თავი დაიცვას რუსეთისგან. შესაბამისად, ის დგას ძალიან მყარად ამ ევროატლანტიკურ იმაზე, ღერძზე, ეს არის მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ზუსტად ერთი კვირის წინ სამივე საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათ ჰქონდათ შეხვედრა მარკო რუბიოსთან. მე ხა მივხვდი პრეს პოინტი თუ პრეს რელიზით, რომ ჰქონდათ რა თქმა უნდა თავისთავად ჰქონდათ საუბარი თავდაცვაზე და უსაფრთხოების თემებზე და შეთანხმდნენ იმაზე, რომ იქნება ამაზე მუშაობა, გაგრძელდება მუშაობა და მათ შორის ენერგო უსაფრთხოებაზე, რაც რა თქმა უნდა პოზიტიურია, მაგრამ ლიეტუვა მუშაობდა ასევე გერმანელებთან ძალიან ძლიერად წლების განმავლობაში იმისთვის, რომ გერმანელებს განეთავსებინათ არა როტაციული პრინციპით, როგორც დღემდე იყო, არამედ მუდმივი განლაგების პრინციპით, განთავსების პრინციპით ლიეტუვაში და 2027 წლისთვის გერმანიის 5000-იანი ბრიგადა ნამდვილად იქნება განლაგებული ლიეტუვაში, მათ დასაცავად. მანამდე მიმდინარეობს, ჯერ არ არის ესე, მანამდე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმისთვის, რომ ეს იქნას მიღწეული.
და ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაღებული ამ მართლა. ძალიან დიდი მადლობა, მართლა ჩთამბეჭდავია ყველაფერი, რაც ხდება. შეკითხვები მე პირადად ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ მინდა რომ აუდიტორიასთან გადავიდე და გავხსნა დისკუსია, მაგრამ მანამდე მინდა კიდევ ერთხელ ვიამაყო ჩვენი სტუმრებით და კიდევ ორი არაჩვეულებრივი ადამიანი წარმოგიდგინოთ. ხა ამ ადამიანებს იმიტომ გაცნობთ, რომ მე მინდა რომ მომავალში ეს ხალხი ჩვენთან მოვიდა სპიკერებად და თქვენ გესაუბრონ, იმიტომ რომ რასაც მათგან მოისმენთ და გაიგებთ და ასეთ ცოდნას ვერანაირად ვერ შეიძენთ სხვაგან. ერთი მინდა რომ წარმოგიდგინოთ ბატონი თემურ ჯანჯალია, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და შემიძლია გითხრათ რომ ჩვენ რო დღევანდელ დღეს გვაქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, აი ამ ადამიანმა ამისთვის თავი გადადო. და მეორე არის თუ კი საქართველოში ვინმე ესმის დიპლომატიური პროტოკოლი, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ძალიან სერიოზული მცოდნე, ეს არის ბატონ კარლო ცკიტიშვილი და მინდა ეხლავე ჩამოვართვა პირობა, რომ აუცილებლად მოვა და ჩაატარებს მასტერ-კლასს დიპლომატიურ პროტოკოლში. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა კი გახსნილად გამომიცხადებია დისკუსია და გისმენთ. წარმოადგინეთ თავი და ასევე რომელ სპიკერთან გაქვთ კითხვა? ბატონ გიგისთან მექნება კითხვა. ჩემი სახელია გიგი ვადაქარია. მე ვარ საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსელი, ჯიპაში ვსწავლობ და ჩემი კითხვა შეეხება შემდეგს. ჩვენ დღეს ვსაუბრეთ ევროპულ უსაფრთხოებაზე სამხედრო გაგებით, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, როგორც პრორუსული სენტიმენტის გაზრება ევროპაში. და კითხვა არის შემდეგი, რომ ჩვენ დავინახეთ წინა 2 წელს განმავლობაში დიდი პრორუსული პარტიების გაძლიერება, როგორც იყო საფრანგეთში ლეპენის პარტია და ასევე გერმანიაში AfD. მაინტერესებს თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრიტანეთში ნაციონალისტური პარტიები არ გამოირჩევიან პრორუსული და ასევე იტალიაში არსებული პრორუსული პარტიები იმდენად არ არის ძალაუფლებაში. როდესაც გერმანიაში წეს რატარებულმა არჩევნების შედეგად მათი პოპულარობა გაიზარდა და ეს ამ გამოიწვია და თქვენი აზრით რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ გერმანულმა სახელმწიფომ შეამციროს პრორუსული ძალების გავლენა, ეს იქნება დაფინანსების მხრივ თუ რაღაც ისეთი კანონის მიღება, როგორც არის ფარა ბრიტანეთში მიღებული. თქვენი აზრით მაინტერესებს. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო კითხვა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ბუშინგ ჩატარდა კიდევ ერთ გამოკითხვა, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სააგენტოს მიერ და AfD ფაქტიურად უკვე უახლოვდება ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ქრისტიან-სოციალური კავშირის პროცენტულ მაჩვენებთან 28 აქვს CDU-CSU-ს და 26 უკვე AfD-ს. ანუ ძალიან მიუხედავად ამ პროცესებს, რომელიც განვითარდა, ძალიან მატულობს აი ამ პარტიის მხარდაჭერა, რომ გაფრთხილებული ძირთ რასაკვირველი გაფრთხილებული ძალიან ცუდი საიმიგრაციო პოლიტიკით, რომელიც ბოლო პერიოდში ქონდა გერმანიაში. არასწორი საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგი იყო ის ყველაფერი, რომ მოხდა ამ სენტიმენტებზე არასწორი ნარატივების განვითარება, რაც ძალიან კარგად გამოიყენა რუსეთმა, რასაკვირველია და პოპულისტური გზავნილებით ძალიან სერიოზულად გააძლიერა საკუთარი, ასე ვთქვათ, ლანგი გერმანიაში. მე ვფიქრობ, რომ ეხლა იქნება ძალიან დიდი გამოწვევა ახალი კოალიციისთვის, სწორედ რომ აი ამ ნარატივების სწორად შეფასება და მასზე სწორი რეაგირების მოხდენა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე რეალურად მოხდა უკვე ფაქტიურად შეცვლა საიმიგრაციო პოლიტიკისა, გასულ წელს მაგალითად 50,000 კაცი იქნება უკან მიბრუნებული გერმანიის შესაბამის სამსახურების მიერ, რომლებიც არა ლეგალურად უსაბუთოდ შემოდიოდნენ ქვეყანაში, მაგრამ ამაზე ასე ვთქვათ, ამ ცნობადობა ამ სექტორში იყო ძალიან დაბალი. AfD არის პარტია, რომელიც თქვენ ისეთ რომ გასულთრ პოპულარულ სარგებლობს აღმოსავლეთ მიწებში, ანუ აღმოსავლეთ ფედერალურ მიწებში და ეს პარტია საზრდოობს იმ სტარი პოლიტიკით გერმანიაში, რომელიც სამწუხაროდ ახასიათებდა წინა ასე ვთქვათ შუქნიშნის კოალიციას. ძალიან რთულია ხა იმაზე რაღაცა დაზუსტებით პასუხის გაცემა, რამდენად მოახერხებს ახალი ფედერალური კანცლერი რეალურად აი ამ მზარდი პოპულარობის შეჩერებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტენდენცია არის მის სასარგებლოდ. ანუ მიუხედავად ყველაფრისა, თავად ფაქტი, რომ გავიდა ტრადიციული გერმანული ტრადიციული პარტია CDU-CSU, რომელიც ასე ვთქვათ, ეს ორი მონაცვლეობა იყო, SPD და CDU იყვნენ მუდმივად ერთმანეთში. ეხლა გავიდა ეს პარტია, აძლევს მათ ბოლო შანსს იმისათვის, რომ საბოლოოდ მოხდეს ყველა ამ გამოწვევაზე შესაბამისი პასუხის მოძებნა და რეალურად აი შიშების გაუნებელყოფა, რომელიც გერმანულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ბოლო წლების მანძილზე.
ძალიან მცდარი პოლიტიკა იყო მერკელის, თქვენ გახსოვთ რომ სირიელი ელტოლების მიღება, და მე მისივე განცხადება რომ მულტიკულტურალიზმმა ვერ გაამართლა, ანუ ჩაიჭრა, ჩავარდა მულტიკულტურალიზმი. რეალურად ეს დიდი ხნის წინ ცნობილი იყო სანამ მერკელი ამ განცხადებას გააკეთებდა, რეალურად არიბუშა საზოგადოებაში ვერ მოხდა რეინტეგრირება ამ ადამიანებისა გერმანულ საზოგადოებაში, ეს პრობლემა რჩება, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ მეორე მედალს აქვს მეორე მხარე. გერმანია ცდილობს რომ მოიზიდოს პროფესიონალები არაევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ის ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაპატიჟოს გერმანიაში, რომელიც რეალურად რაღაც სამუშაოს გაკეთებს. ანუ აქ არის ორი დილემის გაშენება. ანუ ერთი მხრივ გერმანიაში ჭირდება ხა მუშახელი, ჭირდება პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც გერმანიის სახელმწიფოში სამუშაო შეასრულებენ და მეორე მხრივ გვაქვს უკონტროლო შეგუდინება მიგრაციისა, რომლის დაბალანსებაც ვერ ხერხდება. ძალიან დიდი გამოწვევა, პასუხი ამაზე მე არ ამგონი რომ ვინმეს კონდეს დღევანდელ დღეს განსაკუთრებით აი ამ კვალიფიკაციაში ხოგერეთ გუშინდელი გამოკეთებით კიდევ უფრო გაიზარდა, რომ გამოიწვია რასაკვირველია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა კონსტიტუციის შრულების შეტანა, 500 მილიარდიანი სესხის აღების შესაძლებლობის გაჩენა, არავს არ ყოფილა ეს გერმანიაში, აქამდე და ეს არაპოპულარული ნაბიჯები ამაზე მოახდინა ერთ-ერთ კიდევ ერთხელ კაპიტალიზება. რთული კითხვა, მაგრამ ამავე დროს კარგი დინამიკაა ლეპენთან მიმართებით, საფრანგეთში ჩვენ ვხედავთ რომ ეს არის ბრძოლის ეტაპია ევროპაში, პოპულისტური პარტიების წინააღმდეგ და დიდი იმედი მინდა დავიტოვო რომ გერმანიაში ეს ბრძოლა დამთავრდება რაციონალიზმის გამარჯვებით და არა აი ამ სრულგაუგებარი ანტიევროპული, ანტიდასავლური პარტიების პოპულარობის ზრდა. დიდი მადლობა. ბრძანეთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ საინტერესო გამოსვლისთვის. მე ვარ ანდრია თოხაძე, ჯიპას საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსელი. ბატონ გოჩასთან მექნება შეკითხვა, თქვენ მზადდებოდით ელჩი საფრანგეთში. კარგად ვიცნობთ ამ ქვეყანას და დადის ჭორები, ჭალებში რო ვთქვათ, რომ ამერიკა აპირებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვებას, რამდენად სიმართლე არის ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია სიმართლე იქნება, მაინტერესებს დღევანდელი საფრანგეთი და დღევანდელი მაკრონის პოლიტიკით რამდენად წარმოგიდგენიათ საფრანგეთი რომ იყოს ახალი, ასე ვთქვათ, წინამძღოლი ნატოს. ვინაიდან რადგანაც მაინც ნატოს სულთგმული და ასე ვთქვათ, ძალის მიმცემი მაინც ამერიკა არის. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. არ ვიცი ესწრებოდით თუ არა როცა ბატონო ალექსიმ ისაუბრა ნატოზე, მეც ვეთანხმები რომ ამერიკამ შესაძლოა გარკვეული მიზეზებით შეაჯანჯღარა ესე ვთქვათ ნატოს წევრი სახელმწიფოები რომ საკუთარი პასუხისმგებლობები უკეთ დაენახებინა, კერძოდ ევროპის ქვეყნებს უთხრეს რომ თქვენი პრობლემების გასაჭრელად ჩვენ ფულს აღარ დავხარჯავთ და თუ გინდათ რომ ნატომ თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნოს თქვენებე დააფინანსეთ ეს ოპერაციები, ფაქტობრივად მან პასუხისმგებლობა მოიხსნა იმის ხარჯზე, რომ ევროპულმა ქვეყნებმა იგრძნო ეს პასუხისმგებლობა და როგორც ხედავთ, ბევრი ბუზღუნის უკმაყოფილების შემდეგ დაჯდნენ ევროპელები და ფიქრობენ ახლა იპოვონ გამოსავალი და მართლაც შეიქმნას რაღაც ახალი ევროპული ერთობა, ახალი ევროპული თავდაცვის და უსაფრთხოების შესაქმნელად. საფრანგეთს მოგეხსენებათ, მე ჩემს ნაწილში ვთქვი ასევე რომ მაკრონის ინიციატივები სწორედ ამ მიმართულებით მიდის, რადგან მაკრონმა ვინაიდან წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც აქვს ეს ისტორიული წონა და პასუხისმგებლობა მხრებზე, რომ იკისროს ლიდერის როლი და დაინახა დღეს ეს სასიცოცხლო საჭიროება, მაკრონის ინიციატივები და მისი, ესე ვთქვათ, გამხნევება პარტნიორი ევროპის სახელმწიფოებისა, რომ ჩვენ აქ ვართ, ჩვენი სამხედრო გამოცდილებით, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სამხედრო ძალაა საფრანგეთი ევროკავშირში, აქვს არა უშუალოდ ბრძოლებში გამოცდილება, მაგრამ აქვს სხვადასხვა ოპერაციებში სამხედრო გამოცდილება, ყავს ნატოს ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო, თუნდაც სამხედრო გამოცდილების თვალსაზრისით და ევროკავშირის ეგიდითაც საფრანგეთი იყო სხვადასხვა აფრიკის კონტინენტის სხვადასხვა ფრონტზე ასე სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა საფრანგეთი, აქვს ეს გახლავთ ბირთვული სახელმწიფო მოგეხსენებათ
და აქვს ეს ამბიცია, ანუ საფრანგეთი შინაგანად გრძნობს შესაძლებლობას, რომ ეს შეუძლია. შესაძლოა ვთქვათ, რომ ეს არის ერთგვარ ჯერჯერობით თეორიული დაშვება და არის ძალიან ბევრი სკეპტიციზმი, ვერც მე შევძლებ დღეს გითხრათ, რომ ეს ნამდვილად მოხერხდება და მალე ფეხზე დადგება. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი საჭიროება იმდენად მწვავედ აღიქმება და იმდენად რეალურად დაინახეს ევროპულმა სახელმწიფოებმა, რომ ეს არის გარდაუვალი, აუცილებლად უნდა შეიქმნას ევროპული თავდაცვის უსაფრთხოების მექანიზმი. არ ამგონია, რომ ნატო ახლა რთულ პერიოდს გადის, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ნატო თუ გაქრა, ნატო არ გაქრება, შესაძლოა, რომ რასაკვირველია, ევროპას დაჭირდეს საკუთარ პასუხისგებლობის აღება, საკუთარ უსაფრთხოებაზე და მაკრონის ინიციატივები და საფრანგეთის სამხედრო ხელმძღვანელობაც ამას აცნობიერებს და მოწადინებულები არიან და სრულიად ჩართულია საფრანგეთის პოლიტიკური ხელისუფლება. წინა შეკითხვაზე დამატებით რომ ვთქვათ იმ პრორუსული ძალების გაძლიერების, რასაკვირველია, მარინ ლე პენის პარტია ბოლო წლებში სულ ყველა არჩევნებზე უფრო და უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებს. მოგეხსენებათ, ეხლა არის დღის აქტუალური თემა, ყველა საინფორმაციო მედია საშუალება ატრიალებს ამ ინფორმაციას, რომ მარინ ლე პენს კაცრი სასჯელი დაეკისრა, რომ მას არჩევნებში მიღების უფლება ეკრძალება 5 წლის ვადით და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება ეკრძალება, თუმცა ამან გამოიწვია დიდი მითქმა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სპეცში, არის საერთაშორისო გამოხმაურება, ნახავდით ალბათ ვიქტორ ორბანის tweets, რომ მე ვარ მარინა ესეთი მესიჯი მარინო და ფაქტობრივად საფრანგეთში მართლაც არის საჯარო დისკუსიები საზოგადოებაში, ხომ არ არის ეს თანამედროვე ფრანგული დემოკრატიის სერიოზული გამოწვევა და ამისათვის იცით, რომ მარინ ლე პენის ადვოკატებმა შეიტანეს სარჩელი და ერთგვარი საპასუხო ჟესტი იყო სასამართლო ხელისუფლებისგან, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ 26 წლის ზაფხულში იყოს აპელაცია, ანუ გასაჩივრებული და მიუხედავად ისა, რომ არის უსაშველო ვადები ამ დავების განხილვისა და შესაძლოა, რომ კანონიერად რომ იყვნენ 2027 წელს სავარაუდოდ მაისში, როცა საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული, ჯერ არ არის თარიღი, მაგრამ ამ პერიოდში უწევს, მარინ ლე პენი ისევ შეიძლება ელექტრო სამაჯურით შეხვდეს ამ თარიღს და იმ შემთხვევაში თუ აპელაცია გადასინჯავს დღევანდელ გადაწყვეტილებას, მას შესაძლოა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რაც ძალიან მცირე დროს გაუტოვებს პრინციპში, მაგრამ არის ესეთი დილემა, რომ უფრო გმირად ხომ არ აქცევს ეს გადაწყვეტილება, ანუ ვიქტიმიზაცია ზოგჯერ სწორედაც კონტრპროდუქტიულია ამ მხრივ და უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მარინ ლე პენი ეხლა ევროპარლამენტის ხარჯების, ესე ვთქვათ, გაფლანგვაზე არის ბრალდებული, მაგრამ მას რა თქმა უნდა, მის საქმიანობას აქვს რუსული კუდებით, იცით, რომ მრავალმილიონიანი კრედიტი შეღავათიან პროცენტით მისცა, იცით, რომ პუტინს კარგად ესმის, რომ ფული გავლენის მოპოვების საუკეთესო საშუალებაა და ეს იყო სპეციალურად ჟესტი, რომ მისი გული მოეგო. მე რამდენიმე მარინ ლე პენის მასთან დაახლოებულ ფრანგ პოლიტიკოს ვიცნობ, რომელთაგან წირი მარიანი არის ყველაზე პრორუსი, აშკარად პრორუსი და რუსეთის აღიარებული ასე ვთქვათ პროპაგანდისტი საფრანგეთში, მაგრამ არსებობენ ლე პენის პარტიის ასე ვთქვათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, რომლებიც არ არიან ღიად პრორუსები, ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ ჩვენი შეხედულებები უბრალოდ ემთხვევა ერთმანეთს, როგორც გიგიმ თქვა, ეს არის ძირითადად
ემიგრაციის საკითხი, ეს არის ის ძველი ტრადიციული და მაინც მოგეხსენებათ რომ ფრანგები მიუხედავად იმისა რომ სეკულარული სახელმწიფოა მიუხედავად იმისა რომ ლიბერალური საზოგადოება მაინც თვლიან რომ ემიგრაციის ფონზე ფრანგული იდენტობის დაკარგვის რეალური საფრთხეები იქნება და აი სწორედ ამის ფონზე ძლიერდება მარინ ლე პენის პარტიის რეიტინგი და დღეს ვინც ეცნობით ფრანგულ პოლიტიკას მოგეხსენებათ რომ დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი რომელიც არის მემარჯვენე პარტიის ერთ-ერთი ასე ვთქვათ პერსპექტიული სავარაუდოდ შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატათაც ვიხილოთ დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი მან თავის თავზე აიღო და ფაქტობრივად მისი გადაწყვეტილებები არის მიანიშნებს სწორედ იმას რომ ცდილობს მემარჯვენე პარტია რომ ამ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებით კრიმინალთან ბრძოლით იმის თქმით არ მორიდებით რომ ემიგრაციის წარმომადგენლები არიან ძირითადად კრიმინალის წყარო აი ამ ფონზე ცდილობენ რომ ტრადიციული კლასიკური მემარჯვენე პარტია დაწინაურდეს რეიტინგებში, რადგან რეიტინგები ქმნის აჩვენებს საზოგადოებრივი აზრის აი ამ მდგომარეობას, რომ საფრანგეთის მოსახლეობას მართლაც უნდა უფრო მეტი უსაფრთხოება, უნდათ რომ ქვეყანამ შეძლოს და ინტეგრაციული ეს პოლიტიკა გააძლიეროს იმგვარად, რომ შემოსული ის ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს იღებენ მოექცნენ ამ ინტეგრაციულ ესე ვთქვათ პროცესში და ინტეგრირდნენ როგორც მოქალაქეები საფრანგეთში მცხოვრები და აი ამ ცდილობენ რომ აი ამ პოლიტიკით დააბალანსონ ესე ვთქვათ და გადმოიყვანონ ლე პენის ელექტორატის გარკვეული რაოდენობა ამომრჩეველი ტრადიციული მემარჯვენე პარტიის მხარდამჭერთა რიგებში. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ კითხვები? მე მაქვს რამდენიმე კითხვა. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი მეფარიშვილი, ჯიპას სტუდენტი. საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან მექნება კითხვა თქვენთან, მაინტერესებს როგორ საგარეო პოლიტიკას მიიჩნევთ მისთან შეცვალინილად ნორმატიულ კონტექსტში. თქვენ ახსენეთ, რომ უკრაინის ომი არ დაწყებულა ნატოში შესაძლო გაწევრიანების გამო და კი ბატონო, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ ისეთ ჰიპოთეტურ რეალობას, სადაც თბება ურთიერთობები და რუსეთი ყოველთვის მზად არის, რომ ასეთ სიგნალებზე რეაგირება ჰქონდეს. საქართველოსნაირ ქვეყანას როგორი პოლიტიკა შეიძლება ჰქონდეს. მით უმეტეს ამ რეალობის განსხვავებით ახლა ეგ კარიც არ არის ღია და უკრაინას ასწრებენ რომ არ მიიღებენ და შესაბამისად დაარდლთ არც ჩვენ. რა შეიძლება ასეთ კოლგისგან დაუცველ სახელმწიფოს ჰქონდეს საგარეო პოლიტიკად? ძალიან აქტუალური კითხვაა. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. პირველ რიგში რა თქმა უნდა, გარდაუვალია საქართველოს დაბრუნება აუცილებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უმოკლეს დროში და უსწრაფესად დაბრუნება ევროინტეგრაციის კურსზე, ევროპულ კავშირში ინტეგრაციის კურსზე, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ შეიძლება ილუზია გქონდეს ვინმეს რომ ეს ფანჯარა გაიხსნა და იქნება ასე უსაშველოდ ღია ბოლომდე არ იქნება ესე ძალიან სწრაფად დაიხურება პირიქით რაც სალომემაც აღნიშნა ზუსტად თავის გამოსვლაში მინდა ეს დაგიდასტუროთ რომ აქ კოლეგებმაც კარგად იციან ეს ვისაც ევროპულ კავშირთან და ინტეგრაციასთან ქონდა საქმე და ასოცირების შეთანხმებასთან ევროპული პერსპექტივა იყო ეს ორი სიტყვა, რომელიც ვერ მივიღეთ ევროპული კავშირის წევრებისგან. ძალიან ბევრი სკეპტიკოსი იყო მაშინ ევროპის დედაქალაქებში, ევროპის კავშირის. ევროპულ კავშირში ინტეგრაცია არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ძაფი და ხიდი. მეორე, მე მაინც არ ვიტყვი ესე გადაჭრით, რომ აი უკრაინას არ მიიღებენ და
შესაბამისად საქართველოსაც ვერ მიიღებენ, არავინ არ იცის უახლოეს პერიოდში ეს დღეს შეიძლება იძახის დონალდ ტრამპი ამას, მაგრამ ევროპაშიც სულ უფრო მეტი ლიდერი ამბობს სამწუხაროა რომ თანამდებობიდან წასულები კიდევ უფრო თამამად და ხმამაღლა ამბობენ რომ ყოფილიყო უკრაინა ნატოს წევრი არ იქნებოდა რეალურად მართლაც ეს ომი ანგელა მერკელს ჩვენი და უკრაინის ცოდო ადევს ნამდვილად ისერზე იმიტომ რომ მაშინ რომ დემონსტრირება მოეხდინა ნატოს რომ კატეგორიულია და პრინციპულია ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების კუთხით რუსეთი ვერ გაბედავდა რუსეთის მიმართ ეს მითი რუსეთის სოფლიოში სიდიდით მეორე არმიის და ნელ-ნელა ჩამოვიდა და ახლა უკრაინაში სიძლიერით მეორე არმიაო ასეთ მამდეც დავიდა მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ აი ახლა ცალკეული ქვეყნები ერთგვარი ესეთი მცირე ალიანსების მიმართულებითაც დგავენ ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს ძალიან მნიშვნელოვანია იგივე უკრაინის კონტექსტში რა თქმა უნდა უაღრესად მნიშვნელოვანია რომ დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ევროპული კავშირის წევრი ქვეყნების აქტიური ჩართულობით მისი უსაფრთხოების გარანტიებზე მიდის საუბარი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს საუბრები საუბრად არ დარჩება, მაგრამ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება ენერგიულად, როდესაც ამის დრო დადგება, უნდა დააბრუნოს საქართველო ყოველთვის ასე ხდებოდა ბოლო წლების მანძილზე და გაფართოების ტალღებისას კალათაში საქართველო უკრაინასთან ერთად შავი ზღვის კონტექსტში მოლდოვასთან ერთად ევროპული კავშირის კონტექსტში და დააბრუნოს და წარმოაჩინოს აუცილებლობა რომ არ შეიძლება ნაცრისფერი ზონის დატოვება შავ ზღვაზე თუნდაც უკრაინის გამარჯვების შემდეგაც, იმიტომ რომ რუსეთი რა თქმა უნდა ალექსანდრ შტუბი არ გაიმეორებდა მარშალ მანერჰეიმის სიტყვებს, რომელმაც თქვა რომ რუსებს არასდროს არ უნდა ენდოთ, მაშინაც კი, როდესაც მათ საფლავებზე ხის ჯვრები ლპებაო, ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ვიდრე ასეთი ასე გვარგუნა განგებამ რომ ასეთი მეზობელი ყავს ამ ფორმაციითაც და სხვა ფორმაციაშიც რომ იყოს ვიდრე იქნება იარსებებს რუსეთი ჩვენ საჭირო იქნება ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღება. ამიტომ ნატო რჩება პრიორიტეტად ევროპულ კავშირში გაწევრიანება გარდაუვალია და აუცილებელია და შესაბამისი მუშაობა გასატარებელია იგივე დიდ ბრიტანეთთან, იგივე თურქეთთან, თურქეთს არანაკლები ინტერესი აქვს უკრაინაზე, რომ შავ ზღვაზე არ მოხდეს რუსეთის გაბატონება. არანაკლები ინტერესი აქვს და მე საერთოდ არ მაქვს კიდევ იმის შიში, რომ თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა სხვათა შორის, რომელსაც მოწესრიგებული აქვს ჩვენთან სასაზღვრო ურთიერთობები და გავიდა ის 100 წელიწადი და ყარსის შეთანხმებას გაგრძელდა არ ჩაიშალა და ასე ვთქვათ არ დაგვიპყრო არავინ და არ წაგვართო არაფერი, მაგრამ თურქეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, დიდი ბრიტანეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენც უნდა არ უნდა დავაკლოთ კატასტროფამდე ჩამოვიდა ბოლო წლების განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაშიც და ისეთ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ალბათ კიდევ უფრო კატასტროფული მდგომარეობა შეიარაღების შესყიდვის კუთხით და ამის განახლება და ამის მოდერნიზაცია აუცილებელია ქვეყანა უნდა იყოს თანამედროვე გამოწვევებისთვის მზად რეგიონულ ჭრილშიც და ისედაც მადლობა.
დიდი მადლობა საინტერესო კითხვისთვის მართლა და მართლა საინტერესო კითხვა არის, რაც ბუკამ ახსენა, რომ ის გადამდგარი გენერლები და დივნები უფრო ღიებიან და ასე შემიძლია გავიხსენო იან დე ჰოფს ხეფერი, იმიტომ რომ მომიწია ნიდერლანდების სამეფოშიც მუშაობა და მან ღიად გითხრა ჩვენ რომ რა თქმა უნდა ის მომენტი რომ ჩვენ მაშინ არ მოგვენიჭა მაპი რაღაცნაირად ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება და რომ მიგვეღო შეიძლება სხვა რეალობა ყოფილიყო თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიცით ეს მან თქვა მაგრამ შეიძლება სულაც იგივე მაინც წამოეწყო რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ომი ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ როდესაც ხარ ესეთი მოწყვლადი, როდესაც ხარ ასეთი რთულ მოწყვლად რეგიონში და აი კიდევ დავესესხები, რომ ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი არის ძალიან დაბალი, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებთან შედარებით სომხეთს, რომელსაც დაახლოებით 4% მისი მუშპუს მიდის თავდაცვაზე, აზერბაიჯანის 5% და ასე შემდეგ და ჩვენ სადღაც 1%-ის სამეზობლოში ვტრიალებთ. მაშინ როდესაც ქვეყანა სახელმწიფო როდესაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა ემყარებოდა სამ მთავარ სვეტს ერთი ეს იყო ტერიტორიული მთლიანობა სუვერენიტეტი მეორე დემოკრატიული განვითარება და მესამე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და სამივე მიმართულებით ხდება რაღაცნაირად მიზანმიმართული შეტევა მაშინ როდესაც ხდება ქვეყნის სრული იზოლაცია პარტნიორებისგან ეს არ ეხმარება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. რაც არ უნდა ვიფიქროთ ახლა გავხდები ჩვენ ნატოს ქვეყნები თუ როგორც არ უნდა იყოს ეს პროცესი რაც დღეს მიმდინარეობს ეს ჩვენ არ გვეხმარება. ჩვენს უსაფრთხოებას არანაირად არ ეხმარება და ჩვენნაირი მოწყვლადი პატარა ქვეყანამ რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა ვიყვიროთ იმის შესახებ და არ უნდა ვიყვიროთ, არ უნდა ვუყვიროთ, რაღაცები არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება ხმამაღლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იმუშაო ძალიან სერიოზულად ჩვენ პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შექმნა რაღაც ალიანსები და პარტნიორობები და იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მტერი გადაწყვეტს, რომ თავს დაგვესხას და ის იმის ამიხედვით კი არ გადაწყვეტს ჩვენ როგორ მოვიქცევით ის იმის ამიხედვით გადაწყვეტს მას აწყობს თუ არა ჩვენ და თავდასხმა აი მომენტში მარტონი არ დავრჩეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მომენტში მე მაქვს ისევ კითხვა მე გაზოხებით. მოკლედ ეს კითხვა არის ზოგადი ასე ვთქვათ რომელსაც სურთ იმან მიპასუხეთ. ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებას და ასევე ეკონომიკურ უსაფრთხოებას ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ტრამპის ტარიფებიდან გამომდინარე ევროპულ უსაფრთხოებას დიდი ზარალი შეიძლება მიადგეს. მით უმეტეს დიდი ზარალი მიდგება გერმანიის ინდუსტრიალიზებული ეკონომიკას და თქვენი აზრით ამ მომენტში ევროპის უფრო მეტად დაკავშირება ჩინეთთან ალენად კარგი და სწორი გადაწყვეტილება იქნება ევროპული სახელმწიფოებისთვის ერთი ევროპული განმოსახედიდან და მეორე ჩვენი განმოსახედიდან როგორც პარაზიტულად რო ასე თქვა ამ გზას დავაჯდეთ და გამოვიყენოთ ეს სიტუაცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მე არ გონია რომ ბადობა კითხვის მე არ გონია რომ ამასაც არ იყოს მომზადე ხლა ევროპა ჩვენ პარალელურად გვესმის რომ ამერიკის ტარიფების პარალელურად ასევე ევროკავშირიც ემზადება რომ უპასუხოს შესაბამის სიქმედებებით უპასუხოს ამერიკას და მე მგონი რომ ამერიკის სისტემა ძალიან მტკივნეული ის დამოკიდებულება როცა ევროპა ოხოს მომავალში განსაზღვროს და აქედან გამომდინარე ცოტა ნაკლებად რეალურად მიმაჩნია რომ ძალიან დააზარალებს რაღაცნაირად ევროპას კი არის რაღაც მონაცემები ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი ამ გარკვეული სირთულების შექმნას ხანმოკლევადის მიმაჩნია მაგრამ ეს არ იქნება ძელვადიანი ევროპისთვის. რაც შეეხება ევროპა ჩინეთის ურთიერთობებს, აქ მე მგონი ძალიან კაპიტალი ჩამოყალიბებული ევროკავშირის დამოკიდებულება. ჩინეთი ცდილობს მაქსიმალურად ფეხი მოიკიდოს ევროპაში, მაქსიმალურად ცდილობს ევროპის სამეზობლოში, ჩვენ თამაშს ერთ-ერთი ნამდვილად ძალიან კარგი მაგალითი. ევროპის დამოკიდებულება ყოველთვის იყო რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩინეთთან ურთიერთობა, ჩინეთი არის ძალიან დიდი ბაზარი, ჩინეთი არის ქვეყანა რომელიც სადაც უამრავი ევროპული ქვეყანა თანამშრომლობს და თავად არის ასე ვთქვათ ჩართული ოქროელ ვაჭრობაში პრობლემა არაფერია თავარი აქ იყოს რაციონალური მიდგომა ევროპულ პროდუქციასთან მიმართებთან რასაც ჩინეთი ცდილობს ეხლა არის რომ მოახდინოს პროექცირება საკუთარი ძალისა ევროპაში დასავლეთში მაქსიმალურად შემოვიდეს და მაქსიმალურად მოახდინოს საკუთარი პოლიტიკური ბერკეტების
გაჩენა იგივე საბერძნეთი სხვადასხვა პორტების შეძენით არის უამრავი საკითხი თავი არ მოხდეს ამის გადათარგმნა სწორად ანუ რეალურად ევროპას სურს დაიცვას საკუთარი თავი იმ შესაძლო საფრთხეზე ეკონომიკურ საფრთხეზე როდესაც ჩინეთი უქადის ევროპას და აქ ვფიქრობ რომ ამის გააზრება ევროკავშირის დამოუკიდებლობა ძალიან სწორია ჩვენ და მიმართებში იყო ყოველთვის კონკრეტული გზავნილები ჩინეთთან მიმართებით როგორი პოლიტიკა იქნებოდა სასურველი ევროპისთვის რომ საქართველოს შეემუშავებინა ჩინეთთან დაკავშირებით მაგრამ რამდენად მოხდა ამის განხორციელება ნამდვილად რთული ამაზე საუბარ დიდი ალბათობით ეს არ მოხდა უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება მომავალში ამერიკა უკვე აღინიშნა რომ ჩინეთს აღიყოს მთავარ საფრთხედ და შესაძლოა ელოდება საკუთარი პარტნიორებისგან დამოკიდებულ იყოს ადეკვატურად მაგრამ არსებული დამოკიდებულებს ეკონომიკურ დამოკიდებულებს ფონზე რამდენად იქნება ეს შესაძლებელი ცალკე საკითხი ევროპული კავშირი რა თქმა უნდა შეეცდება რომ შევხედოთ ვაჭრობის სავაჭრო ტვირთბრუნვას იგივე ევროპულ კავშირსა და ჩინეთს შორის და შევადაროთ რუსეთსა და ჩინეთს შორის მზესუმზირა არის რუსულ-ჩინური ვაჭრობა 200 რაღაცა მილიარდი არ არის მზესუმზირა მაგრამ 4-ჯერ ნაკლებია დაახლოებით ამერიკაც კაცილებით უფრო მეც ვაჭრობს ჩინეთთან ევროპული კავშირი ძალიან კარგად ხვდება რომ ახლა ასე მთლიანად ჩინეთზე ის არ და ვერ გადაეშვება ამ იმის გამო რომ ახლა დონალდ ტრამპი ტარიფებს დააწესებს თუმცა ამ ბაზარს ხელიდან არ გაუშვებს რა თქმა უნდა და უბრალოდ არ იქნება ასე რომ ევროპული კავშირი მოექცეს ჩინეთის გავლენების ქვეშ მიუხედავად იმისა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ხიბლი დიდია მის ჩინეთის ბაზრის მიმართ ცოტა ხნის წინ ჩინეთის პრეზიდენტი პირადად შეხვდა Siemens-ის, Mercedes-ის და BMW-ს CEO-ებს, აღმასრულებელ ხელმძღვანელებს ეს არ არის მარტივი ამბავი ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ბიზნეს კომპანიებისთვის კონკურენტები არიან ისინი ძალიან სერიოზული ავტოწარმოებაში განსაკუთრებით ელექტრომობილების მაგრამ ჩინეთი ძალიან თხილად მისთვის დამახასიათებლად ყოველთვის რა თქმა უნდა მუშაობს იმ მიმართულებით რომ თავისი გავლენები გააძლიეროს ამ ყველაფრის ფონზე რა თქმა უნდა საქართველოსთვის ჩინეთის კომუნისტური პარტიასთან თანაც რაღაცა ეს მითოლოგიური ეს პარაზიტირება როგორც თქვენ აღნიშნეთ რომ აი რაღაცა ხე ჩინეთიდან შემოვა უსარმაზარი რაღაცა თანხები და ინვესტიციები და ჩინეთი ჩვენ რო თქვენ ხელები ვიყავით წყალი გადაგვარჩენს იყო ასეთი დამოუკიდებლობის და ახლა ჩინური ფული გადაგვარჩენს არის ეს მითი რა თქმა უნდა საპნის ბუშტია ეს ყველაფერი ჩინეთი შეიძლება კიდეც კონდეს სურვილი რომ აქ თავისი დროშა უფრო ისე გავლენიანად ჩაარჩოს მაგრამ ის უყურებს ამ შემთხვევაში რუსეთსაც ის არ იჩქარებს ასეთი სულების გაკეთებას და შეხედავს ასევე როგორ იქნება როგორ განვითარდება ევროპულ კავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომი ურთიერთობა იმიტომ რომ ჩინეთს თუ რამეში შეიძლება ჭირდებოდეს საქართველო ჭირდებოდეს როგორც მომავალი ევროკავშირის წევრი და იყოს მისთვის არსებითი და მნიშვნელოვანი თუ მოიმდურა საქართველოს ხელისუფლება მთელი დემოკრატიული სამყარო დედამიწაზე და თუ აქაურობასთან დაკავშირებით ესეთი კეთროვანივით დამოკიდებულება იქნება არც ჩინეთი მოიკლავს მაინც მინდა გითხრათ თავს რომ გინდა თუ არა აქ იყოს არ არის ამდენად მნიშვნელოვანი და მასშტაბური მისთვის და უნებრივია შეხედავს როგორ განვითარდება იგივე უკრაინაშიც იგივე შავ ზღვაზეც და რას მოახერხებს რუსეთი და რა შეძლებს ამერიკის შეერთებული შტატები წინა პასუხზე ერთადერთ წინადადებას დავამატებ აი შეკითხვა რო იყო უსაფრთხოებაზე ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში უნებრივია ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაუყოვნებლივ აღსადგენი იქნება ჩვენი ურთიერთობების
სტრატეგიული მოკავშირეობა აქ მონათლული არის მართველი რეჟიმისგან, რომ ფარატინა ქაღალდი და არაფრის მომცემი იყო, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ სულ რაღაც ორ ნახევარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ესაუბრება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, განიხილავენ სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორობის, ესე ვთქვათ, პერსპექტივებს, გეგმებს. სამხრეთ კავკასია, რაც ძალიან კარგია, სამხრეთ კავკასია არ არის ამოჭრილი ახალი ადმინისტრაციის სოფლიო რუქიდან და აქ ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ყველა კუთხით. თავდაცვის და უსაფრთხოების გამტკიცების კუთხით პირველ რიგში, იმიტომ რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ არც საზღვრის დაცვა გვეყოლებოდა, არც რუსული ბაზების გაყვანა იქნებოდა შესაძლებელი და არც მილსადენები გავიდოდა და არც ღირსეული შეიარაღებული ძალების შექმნის შესაძლებლობა გვექნებოდა. ასე რომ მინდოდა ეს მეთქვა და მართლა დამაიმედებელი იყო ჩემთვის, როდესაც ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა სომხეთთან, ეს ნიშნავს რეალურად რომ რეგიონიდან არ გადის და იქნება და დაგვეხმაროს ეს და მჯერა რომ დაგვეხმარება და უბრალოდ მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა თქვენთვის იმაზე, რომ ევროკავშირს არ აქვს ერთიანი პოზიცია არც ჩინეთთან მიმართებით, იმიტომ რომ მაგალითად ლიეტუვას აი წლები უკვე 4 წელია, აქ სერიოზული კრიზისი და დიპლომატიური სკანდალი იყო და დიდი გამოწვევების წინაშე და ლიეტუვა და ლიეტუვა-ჩინეთის ურთიერთობები, იმიტომ რომ ლიეტუვამ გახსნა ტაივანის სავაჭრო ოფისი, არა ტაიპეის დედაქალაქის, არამედ ტაივანის და რა თქმა უნდა ამან გამოიწვია ძალიან დიდი უკმაყოფილება ჩინეთის მხრიდან და რეალურად წლების განმავლობაში არც ჩინეთშია ლიეტუვის ელჩი, არც ლიეტუვაშია ჩინეთის ელჩი და აი რაღაცნაირად დიპლომატიური ესეთი ვითარება გვაქვს. მაგრამ რა თქმა უნდა მომავალში რა თქმა არ იცის როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ გაითავისოთ და გაითვალისწინოთ რომ ევროკავშირს არ აქვს ერთნაირი საგარეო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ცდილობენ საერთო პოლიტიკა ჰქონდეთ, მაგრამ ძალიან უჭირთ, აი მაგალითად როგორც ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, პოლონეთს და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს მათ სხვა ხმები აქვს, სხვა მტრები ყავს, სამხრეთულ ქვეყნებს სხვა მტრები ყავს და ასე შემდეგ. ახმა მტრების და ახმა გამოწვევების განსხვავებულია მნიშვნელოვნად და ეს არის მნიშვნელოვნად გაითვალისწინოთ. კი ბატონო, და რა? უნდა დავამთავროთ, იმიტომ რომ დროს გადავაცილეთ. მე მინდა რომ თითო სპიკერს მოგცეთ შემაჯამებელი სიტყვისთვის თითო წუთი და მე უკვე დავამთავროთ. მე გთხოვდით რომ თქვენი შემაჯამებელი სიტყვა, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით აკადემიურ სივრცეში და აკადემიურ სივრცეში დაშვება შესაძლებელია, ხო? ანუ დაშვებები ხდება ხოლმე სცენარის შემუშავება. ამიტომ რამდენიმე რაღაცას უკვე შეეხო, მაგრამ მე მინდა უფრო დავაკონკრეტო და აი მიმართულებების მიხედვით, რაზედაც ვისაუბრეთ, დაშვება რო გავაკეთოთ, რომ ყველაფერი ნორმალურად არის, ყველაფერი კარგად არის ურთიერთობებში, ყველა ფორმატი აღდგენილია. პროექტები 1 ან 2, რასაც უნდა ვაკეთებდეთ ახლა, რომ საქართველოს იყოს აი ამ ევროპულ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში, ევროპულიც და ევროატლანტიკურიც ისე წარმოდგენილი, როგორც ჩვენ გვინდა. რას იტყოდით? რა თქმა უნდა, ამ ხრივ პირველი და უმნიშვნელოვანესი არის, რომ ეკონომიკური მიმზიდველობა გაიზარდოს, ისევ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის და გეოეკონომიკური მდებარეობის და ცხადია პირველი რაც მოგაგონდება ადამიანს, ეს არის ანაკლი სპორტი, რომლის ნიშნულობას და რომ ყოფილიყო ახლა მოქმედი, ის ძალიან სერიოზულ როლს ითამაშებდა, თუმცა საქართველოში სხვა ინფრასტრუქტურაც განსავითარებელია, თუ ჩვენ რკინიგზა ასეთ მდგომარეობაში დარჩება, როგორც არის, ეს სპორტი ვერი ფუნქციონირებს, ვინაიდან არ ექნება მას შესაძლებლობა. მეორე უნიშნულოვანესი არის, ამაზე ვთქვი, მაგრამ ეხლაც მინდა გავიმეორო, რომ
ჩვენ სინამდვილეში ჭირდება დაფასებული, აღჭურვილი, გაწვრთნილი, მობილური, საუკეთესო შეიარაღებული ძალები, რომელსაც ექნება ისევ ისეთი, ასე ვთქვათ, როლი და ფუნქცია და მნიშვნელობა, როგორიც მას ჰქონდა საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციების დროს. მესამე ეს არის ბუნებრივია ჩვენი უნიშნელოვანესი ფუნქცია ამ რეგიონში და ეს იყო ვის მოწონს ვის არ მოწონს, მაგრამ ჩვენი წამყვანი სავიზიტო ბარათი დემოკრატიის განვითარების კუთხით ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსი, დემოკრატიული განვითარების კუთხით უნდა დავიბრუნოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩემპიონები ვიყავით, მაგრამ იქაც დავკარგეთ პირველობა და სხვა ფორმატებში ხო მით უმეტეს და აი ეს იქნება უბრალოდ ბოლო წინადადებად ვიტყვი, რომ არ იქნება უსაფრთხოება ძლიერი ეკონომიკის გარეშე და პირიქით არ იქნება ძლიერი უსაფრთხოება საკმარისი ეკონომიკა განვითარებული ძლიერი უსაფრთხოების გარეშე. მადლობა. არ იქნება ეს ყველაფერი, არ იქნება მშვიდობა. მეც აბსოლუტურად ყველა სიტყვას ვეთანხმები, გავაგრძელებდი იმით, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ნდობა ჩვენი ევროპული პარტნიორების მხრიდან და ჩვენ იყო დრო, რომ ჩვენ რეგიონში დემოკრატიის ლაბორატორიად განგვიხილავდნენ და ძალიან დიდი იყო პატივისცემა ჩვენ მიმართ და ჩვენ სამწუხაროდ უკრაინის ომის ხარჯზე გაგვეხსნა ჩვენ ახალი შესაძლებლობები და აი რამენაირად უნდა დაუბრუნდეთ იმ რელსებს, რასაკვირველია ხანდახან რო ვამბობთ ევროპული ინტეგრაცია და ევროპული კურსი და ასე შემდეგ, ზოგს გონია რომ ეს რაღაც აკვიატებული კაპრიზია, ეს არის უბრალოდ გააზრებული ეროვნული სტრატეგია, წეგანო ახსენეთ, საქართველოს ევროპულ მომავალს არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ იქნება მარტივი გზა, ვიცით რომ ძალიან რთულია, მე უშუალოდ წევრობა იქნება რთული საქართველოსთვის, ვიცით ეს პასუხისგებლობები, ვიცით საქართველოს უნდა წავიდეს აი ამ სწორედ ამ ვალდებულებათა პაქტის გააზრებით. ეს არ არის უბრალოდ ობსესია ჩვენი, რომ გვინდა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ალტერნატივა იცით რაც არის. არ იქნება ევროპა და იქნება იცით რაც არის ეს შავბნელი, რომელიც ჩვენს ძალიან ცუდ მოგონებებთან, წარსულთან გვაკავშირებს და ეს არ გვინდა და აი თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ აღდგა და ეს არ იქნება ესე მარტივი რაღაც მართლა სადღეგრძელოსა და სიზმარებით გამოდის, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ გზას, რადგან ეს არის მხოლოდ ჩვენთვის განვითარების, სტაბილურობის, კეთილდღეობის და რაიმე სახის უკეთესი მომავლის წარმოდგენის გზა და საშუალება. და საფრანგეთი ამას გვეხვეწება, რომ ოღონდ ნუიზავთ სხვაგვარად დაუბრუნდით იმ რელსებს ისე. პრინციპში ხა თვითონ პროექტებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას ბუკამის საუბრა ამაზე და მთავარი რაც ბატონმა გოჩემას აღნიშნა, ეს არის ნდობა. მისი დაბრუნება, მოპოვება იქნება ძალიან რთული ეს ნდობა ჩვენ წლების განმავლობაში 30 წლის განმავლობაში ეს ნელ-ნელა მივდიოდი. ჯერ ქონდა ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებდით ევროკავშირიდან და პარტნიორებიდან. მერე PCA ქონდა, მერე ისე პარტნერშიპი, ასოცირება და ესე ნელ-ნელა მივდიოდი და ეს ნდობა არ იქნა მოპოვებული ერთ დღეში და ორ დღეში და ჩვენ ერთდროს ვიყავით არა მხოლოდ ლიდერები აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორის, არამედ ვიყავით key partners, მთავარი პარტნიორები და დასაყრდენი როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის ამერიკაში, ისევე ევროკავშირში ძალიან დიდი შრომა ამაში ჩადებული და რა თქმა უნდა მე როგორც ნამდვილ ევროატლანტის
მე მჯერა რომ ეს გზა გაგრძელდება, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა ჩვენ ქვეყანას ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ამისთვის არის საჭირო ძალიან დიდი შრომა და მოვიყვან ლიეტუვის მაგალითს. მოგეხსენებათ ის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა იყო, ძალიან რთული ვითარება შეიქმნა მას შემდეგ რაც დაიშალა საბჭოთა, მან გამოაცხადა დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პარტიებს საერთოდ არ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ, ეს იყო ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულება. ამის ირგვლივ გაერთიანდნენ და დღემდე ესე მოდიან. დღესაც არ არიან ქრისტიან-დემოკრატები, არიან სოციალ-დემოკრატები, აბსოლუტურად სხვადასხვა ხედვები აქვთ შიდა პოლიტიკასთან მიმართებით, ეკონომიკასთან მიმართებით, მაგრამ ერთი ხედვა აქვთ ევროპულ და ევროატლანტიკურ მიმართულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენც იგივე გვჭირდება. შეიძლება ვერ შევთანხმდეთ სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ამ ღერძის, ამ თემის ირგვლივ უნდა შევთანხმდეთ ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის რომ გადავრჩეთ. მადლობა. ანუ რთული იქნება ხამაზე კიდე დამატება, მაგრამ ვფიქრობ რომ დობის აღდგენის შემდეგ აუცილებლად იქნება კიდე იმ პარტნიორ ქვეყნების ჩვენ მხარეს გადმოყვანა, როგორც ბალტიის ქვეყნები ყოველთვის იყვნენ ჩვენი უსიტყვო მხარდამჭერები, გერმანია საფრანგეთო შედარებით ყოველთვის სამუშაო რეჟიმში, მათი უშუალო გაწევის გარეშე შეუძლებელი იქნება საქართველოს უნდა დაანახოს კიდევ უფრო შავ ზღვის რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანა, ეს რეფორმები, რომლებიც დავალებული გვაქვს აკეთებაც და რასაც გთხოვს ევროკავშირში ეს კეთდება არა ევროკავშირის თხოვნით შესასრულებლად, არამედ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ხო ეს ამის გააზრება უნდა მოხდეს ქვეყანაში ალბათ და კიდევ ერთხელ სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების, რაღაც რეფორმატორი ქვეყნის სტატუსის დაბრუნება უნდა მოხდეს უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის, რომ გავხდეთ ჩვენ საინტერესო ევროპისთვის. რთული პროცესია, დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად არ ვიცი როგორ მოხდება ეს უახლოს მომავალში, მაგრამ იმედს არავინ არ კარგავთ დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან მარტო იმას ვიტყვი, რომ ევროპული უსაფრთხოება და ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა არ გულისხმობს მხოლოდ სამხედრო უსაფრთხოებას და ეს გულისხმობს ქვეყნის სიძლიერეს. ძლიერ ქვეყანას პირველ რიგში ქმნის ძლიერი საზოგადოება და არა ძლიერი ჯარი. ძლიერ საზოგადოებას კიდე ქმნის განათლებული, ინფორმირებული და აქტიური მოქალაქე. ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ევროპული განათლების შესაძლებლობები და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს. ქალბატონო, ბატონებო, ძალიან დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა და დიდი მადლობა.